გამარჯობა, ეს არის ჩვენი სერიის მეორე ეპიზოდი, სადაც ვესაუბრებით ადამიანებს, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი პროტესტის შინაარსთან თუ ფორმებთან დაკავშირებით. დღეს არის ერთგვარი სპეციალური ეპიზოდი. ქალბატონი ანა არის ჩვენი სტუმარი, მადლობა ინტერესისთვის და დათმობილი დროისთვის. მეც აღარ წარგადგენ, თქვენ დაგითმობთ რამდენიმე წუთს, რომ თქვენი თავი წარადგინოთ, ბევრი ალბათ გიცნობთ და შემდეგ გავხსნით ფორმატს და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ შინაარსზე. მადლობა დაინტერესებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ გაინტერესებთ ჩემი აზრი და მომიწვიეთ სტუდიაში, თქვენს პოდკასტში. მე ვარ ანა მიქაძე ჩიკვაიძე, ვარ მეყველე, ასე წარმოვადგენ ყოველთვის ჩემს თავს. ალბათ მეყველეობამდე ტაქსისტის ამბების არ იყოს, ბევრი პროფესია გამოვიცვალე და ბევრ საქმიანობას ვაკეთებდი და ვარ აქტიური ადამიანი, ვარ ასე ვთქვი, სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანი, ეს ჩანს ჩემს სოციალურ გვერდზე, იმიტომ რომ შანსი არ არის დღეისე დასრულდეს, რომ პოლიტიკაზე რაღაცა ერთი სტატუსი მაინც არ გამოვაცხო, იმიტომ რომ დაინტერესებული ვარ ქართული პოლიტიკით. მცდელობაც მქონდა პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ყოფნის, ანადოლიძეს ვეხმარებოდი, როცა მან გააკეთა პარტია და კენჭიც კი ვიყარე პარკეთილში და საინტერესოა ზოგადად პოლიტიკის კეთება, იმიტომ რომ როცა კარგი პოლიტიკა კეთდება ქვეყანაში, კარგია ქვეყანა. როდესაც ცუდი პოლიტიკა კეთდება, ცუდია ქვეყანა. ამიტომ რასაკვირველია ამ თემებს სიამოვნებით მეხმიარები ყოველთვის. იმიტომ რომ ბევრი რამ, რაც პოლიტიკურ კლასს ჭირდება და ბევრი რამ, რაც ქვეყანას ჭირდება იმის, რომ ყავდეს კარგი, საღი, ჯანმრთელი პოლიტიკური კლასი, ჩვენ ჯერ არ გვაქვს. სამწუხაროდ ეს რაღაცა ეტაპი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოვტოვეთ, მერე უკვე სამოქალაქო ომის პერიოდში გამოვტოვეთ, ანუ ვერ მოვასწარით პოლიტიკური კლასის გაზრდა. ამიტომ ახლა მე ნამდვილად ვერ დავდებ თავს პოლიტიკის ექსპერტობაზე, მაგრამ მაინტერესებს, ვსწავლობ, ვკითხულობ, ვუყურებ დანარჩენ ქვეყნებს, ბევრს ვკითხულობ სხვათა შორის და ჩემი არჩევანი არის რასაკვირველია დემოკრატიული სამყარო თავიდან ბოლომდე, ტოტალიტარული არა, ბუნებრივია. საბჭოთა პერიოდში დისიდენტიც კი ვიყავი რაღაცა პერიოდი, ძებს გადავრჩი ერთხელ 14 სექტემბერს დაჭერას, აი როცა ყველა დაიჭირეს ლუიზა შაკიაშვილიდან დაწყებული წელი, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მოვყევი ამის მაშინ და გადავრჩი ძლივს. ანუ პოლიტიკა არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, ოღონდ აგურ გითხრათ, კარგი ამომრჩეველი ვარ, გემოვნებიანი ამომრჩეველი ვარ, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევისთვის, თუმცა ვიღაცებს ეჩვენება, რომ ხან კოცი ვარ, ხან ნაცი ვარ, როგორც კი ქართული ოცნების პოზიციაზე რაღაცა ესეთ პოზიტიური ამომწდება, მაშინათვე მოდის, შეკოცალა ბაბო და მეც ვეუბნები სიყვარულით ქოცალა ბაბო. აი ეს იარღლიკებიც დაბალი კულტურის მაჩვენებელია სხვათა შორის და სამწუხაროდ მეც წამომწდება ხოლმე ოპონენტის მისამართით, რომ აი შენ მანიაკი ნაცი ხარ და რაღაცა და ეს არ არის სწორი, რასაკვირველია. აი ეს არის ხო ჩემი წარდგენა, რომ დამჭირდეს ადამიანი, რომელსაც აქვს საყვარელი პროფესია, მე ვარ მეყველე, ძალიან გავს სხვათა შორის რძის მოპოვება, წარმოება და მე ყველის კეთება პოლიტიკას, იმიტომ რომ თუ არ აგაქვს კარგი რძე, კარგი ნედლეული ვერ გააკეთებ კარგ ყველს, ამიტომ თუ არ არის საღი ადამიანის ჯგუნდი, ადამიანები თუ არიან ჯანმრთელები, ფსიქიკით, ჯანმრთელები პოლიტიკური ხედვებით, კარგი პოლიტიკა არ გაკეთდება. ანუ კარგი ქვეყანაც არ აშენდება შესაბამისად, ამიტომ ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რა ნედლეული გვაქვს მენტალობაში, რა ნედლეული გვაქვს სამოქმედოდ ზოგადად და რას ვაკეთებთ ამ ნედლეულისგან. მადლობა წარდგენისთვის. ხო, ჩვენ მაინც ახალი მაყურებლისთვისაც და თქვენთვისაც ვიტყვი, რომ ვეძებთ ადამიანებს, როგორც ვახსენე, ვისაც განსხვავებული აზრი შეიძლება ქონდეს, ეს არ არის აუცილებელი იყოს მაინც და მაინც არსებული ხელისუფლების ხარდამჭერი, უბრალოდ სხვა პარტიის ამომრჩეველი თუ ნეიტრალური, ესე რომ ვთქვათ, ვისაც აქვს კონკრეტული შენიშვნა ან აზრი, კაფიო აზრი ოღონდ, რომელზეც შეიძლება მსჯელობა, რომ აბა რა შეგვიძლია უკეთ, ჩვენ ხო არ ვცდებით, თქვენ ხო არ ვცდებით, ფლობთ თუ არა ერთი და იგივე ინფორმაციას რაღაც მოვლენებზე და თუ ფლობთ როგორ ვაფასებთ ამ ინფორმაციას, ხო, იმიტომ რომ საბოლოოდ რაც გვინდა ჩვენ პროექტის ფარგლებში და გუნდს, რომ ინფორმაციის ნაკლებობის და
პროპაგანდის გამო არ უპირისპირდებოდეთ ადამიანები ერთმანეთს. ანუ კი შეიძლება აზრი სხვა იყოს, მაგრამ არა ის ხელოვნური აზრი, რომელიც იქმნება რაღაც გამრუდებული პროპაგანდით, ხო? ამიტომ ამას ვეძებთ ამ პროექტით, ვეძებთ ადამიანებს, ვსაუბრობთ, რა თქვა, აი მე ესე ვფიქრობ, თქვენ რას ფიქრობთ, ან შენიშვნა შინაარსთან გაქვთ პროტესტთან თუ სხვა ასპექტთან და საბოლოოდ ამას ვიმედოვნებთ, რომ რაღაცას ახლებურად შევხედავთ, უფრო ახლოს შევხედავთ, შეიძლება სხვა აზრზე ვიყოთ და დავრჩეთ, მაგრამ გავარკვევთ, რომ რეალურად სხვა აზრზე ვართ და ვიღაცის ნათქვამით თქვა არ გვიწევს, რომ ვიყოთ, ან მე არ მაქვს გამრუდებული შეხედულება რაღაცაზე, ან სტუმარს ხო ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება გქონდეთ რაღაც ნაკლები ინფორმაცია რაღაც საკითხებს. ხო, მოკლედ შინაარსზე ვიტყვი ორ სიტყვას და ფორმატზე უკაცრავად, რომ ეს არ იქნება ასეთი დროში საკითხებში გაწერილი ფორმატი და არ გვაქვს სპეციალური აგენდა, მაგრამ რამდენიმე საკითხი გვაქვს მომზადებული, რომელიც ვფიქრობ საინტერესო იქნება თქვენ რო აზრი კითხოთ, თქვენთან ერთად განვიხილოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ საუბარი ისედაც მაგეთ მიგვიყვანს, მაგრამ თუ არ მიგვიყვანს, მე აი აქ შიგადაშიგ შევახსენებ ჩემ თავსაც და თქვენც რო იქითაც გადავიდეთ ხოლმე რა, ესეთი საუბარი წარმომიდგენია. რა ვიცი, რო გადავიდეთ მაშინ შინაარსზე, ერთ კითხვას დავსვამ გამხსნელად და შემდეგ ალბათ ეს დაგვეხმარება წამოწყებაში საუბრის. ეს არის აი მიმდინარე პროტესტი, რომ შეაფასოთ თქვენი პერსპექტივიდან, რა ვიცი, ქულა რო ავიღოთ პირობითად, თქვა 1-დან 5-მდე, სადაც 5 არის რომ ძალიან მომწონს და ვეთანხმები, 1 არის რომ საერთოდ არ მომწონს და არ ვეთანხმები. რა ქულას დაუწერდით და აი ძირითადი რა არის, რა თქმა უნდა დეტალებს მე გავშლით, მთელი დრო მაგისთვის გვექნება, მაგრამ აი ძირითადი ამ ქულის უკან რა დგას? მე ესე კონკრეტულ ქულას ვერ დავწერ, იმიტომ რომ პროტესტის მიმართ არ მაქვს ერთგვაროვანი დამოკიდებულება. ზოგადად პროტესტი კარგი რამ არის, ზოგადად. ერთი პერიოდი ძალიან ცოტა ხანს, როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, მასწავლებლობდი სკოლაში და ყველაზე მეტად ის ბავშვი მომწონდა, ვისაც პროტესტის უნარი ჰქონდა. აი მაპატიეთ ამ გამოთქვით, მაგრამ მდორე ბავშვები არ მომწონდა და სულ ვცდილობდი რაღაცა შემეჩიჩხინებინა, რაღაცნაირად გამომეცოცხლებინა მათი ინტრიგა. ანუ პროტესტი არის კარგი რამ. ძალიან კარგი რამეა პროტესტი, თუ ყველაფერს ეთანხმები და ყველაფერი მოგწონს, ესე იგი თლად კარგად არ არის შენი საქმე. მაგრამ პროტესტი პროტესტისთვის არ არის ჩემი თემა არ არის. პროტესტს უნდა კონდეს გარკვეული შედეგი. თორემ მე ახლა რაღაცა არ მომწონს მოვედი და გაგიპროტესტო ეს, მაგრამ სამაგიეროდ ვერაფერი შემოგთავაზო. აი გითხრათ რომ მე თქვენი ლურჯი პერანგი არ მომწონს, მაგრამ ხომ უნდა დავასაბუთო რატომ არ მომწონს, არ გიხდებათ, ფერი არ არის მომგებიანი. რა ვიცი, კიდევ ბევრი არგუმენტი შემილია გითხრათ იმისთვის რომ დაგარწმუნოთ რომ არა ეს პერანგი კი არა მაგალითად შავი უფრო მოგიხდებოდა და დავიწყო დასაბუთება ამის რატომ მოგიხდებათ შავი. ასეთი პროტესტი რომელიც არაფერს არ მოგცემთ არც თქვენ და არც მე. უბრალოდ ახირებაა ჩემი რომ აი არ მომწონს თქვენი ლურჯი პერანგი და გაგიპროტესტეთ. აი ძალიან ბანალურად, ძალიან მარტივად რომ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. პროტესტი პროტესტისთვის არაფერი არ არის, მაგრამ თუ პროტესტს უნდა მოყვეს შედეგი, მაშინ კი ბატონო, მივესალმები და 5 ქულას კი არა 10 ქულასაც დაუწერ. მე მესმის თქვენი კითხვის, ასე ვთქვათ, ლოგიკა, იმიტომ რომ მე Facebook-ზე და ზოგადად სოციალურ ქსელებში გინდათ სხვაგან Facebook-ის გარდა უამრავი კიდე სხვა პლატფორმა არსებობს, ყველგან გამოვხატავას, რომ ეს პროტესტი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, არ მომწონს და არასდროს არ შევუერთდები. იმიტომ კი არა რომ სიტყვაზე ლიდერი არ ყავს ამ პროტესტს, იმიტომ კი არა რომ გასაპროტესტებელი არაფერი, აი ახლა ამ წუთას მოვდივარ გაოგნებული, კიდევ 18 მილიონი ვიღაცამ აითვისა და სადღაც მალდივებზე ზის ალბათ და პალმის მზეს ეფიცხება ჩვენი ფულით, ხო? ანუ ეს აი აბსოლუტური სიველურია. აი ისიც კი არა გვაქვს გააზრებული რას ნიშნავს მექრთამეობა, რას ნიშნავს კორუფცია. ქვეყანაში რამდენად გვაზარალებს მე და თქვენ. პირველი რომ შეურაცხყოფილება, პირველი რომ პირდაპირ ჩამიყო ჯიბეში ხელი, მე პენსიონერი ვარ, ხო? მე კი ვარ პენსიონერი, მაგრამ მე არ ვარ კლასიკური პენსიონერი, მილიონ ადგილას რაღაცას ვაკეთებ, მუშაობ აქ საზღვარგარეთ, სულ აქტიურად რომ რაღაცნაირად ჩემი ოჯახი ფეხზე დავაყენო ხდები და აი ამაში მეწილება ვიღაცა პირდაპირ ვიტყვი, არ მომერიდება, მე ვიცი რომ ასე მაყურებელი ყავს თქვენს პოდკასტს და შეიძლება ამისთვის გამაკრიტიკონ, მაგრამ ვიღაცა ხისთავიანი მე მიყობ ჯიბეში ხელს, თქვენ გიყობთ ჯიბეში ხელს და მიაქვს ჩვენი კუთვნილი რესურსები, ჩვენი კუთვნილი სარგებელი, რაც მე და თქვენ უნდა მივიღოთ სახელმწიფოსგან, სახლში მიაქვს. ნახეთ, აი ეს არის გასაპროტესტებელი, ხო?
გასაპროტესტებელია, როდესაც ქვეყანა ვერ პატრონობს კორუფციას. სად მივყავართ აი ამ სიტყვაზე? ვინ არის ამ ხალხის შემომკრები? ვინ არის მათი თანამდებობებზე გამშველი? ვინ არის რეკომენდაციის მიმცემი? აი, როდესაც მე მოპროტესტე ადამიანების გუნდს დავინახავ, რომ აი ესე ლოგიკურად დამილაგებს, რომ არ ვიცი ახლა იმ უბედურის არც სახელი და არც გვარი არ მახსოვს, არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ აი თუ დავინახავ გუნდს, რომელიც აი ესე დამილაგებს ამ ყველაფერს და მივა იქამდე, თავარ მიზეზამდე, საიდან მოხვდა ეს ადამიანი, ვინ ვისა რეკომენდაცია, ამდენი ხანი რას უყურებდნენ, ვინ იყო პასუხისმგებელი, ერთ მაგალითზე ვყვებით, ხო, კორუფციის მაგალითზე. ასეთ პროტესტ, აი ასე მოლაპარაკე ადამიანი თუ დამიჯდება ეკრანებიდან, იქ მოედანზე თუ ვნახავ ადამიანს, რომელსაც ეს ყველაფერი ექნება და მიკროფონით ბევრჯერ მეტყვის, რომ იცით რა, მე ამას ჩავყევი ამ თემას. მარტო ერთ კორუფციონერს კი არა, იქ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ჩამომიყალიბებს აზრს და მეტყვის, რომ აი ეს არის საშინელი სისუსტე, აი ეს არის ისო მე ჩემი წარდგენისას ვახსენე, რომ დაბალი ამომრჩევლის დაბალი კულტურა, აი სიტყვაზე ქოცი რომ ეძახის ვიღაც, ან მე რომ ეძახი რაღაცა შენაცო, არ არის სწორი ეს. ეს არის უბრალოდ იმის რომ გაბრაზდებით და გვინდა რომ ვატკინოთ ერთმანეთს გული. ამ დროს ეს ქვეყანა ხელიდან გვეცლება და სწორ აქცენტებს კი არა ვაკეთეთ რაღაც ემოციებზე დავხტივართ და ემოციებით გაგვყავს დრო. მაშინ როდესაც აგერ ვიღაცა ამერიკა, აგერ ვიღაცა მე ხა ჩეხეთში ხშირად მეწევს ჩასვლა, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ქვეყანაა და იქ რაღაც ჩემი სამუშაო ისა მაქვს პატარა მივლინებები მაქვს ხოლმე და ვუყურებ როგორ შრომობენ დილის 5 საათზე როგორ მოდიან სამსახურში 2 საათზე მთელი ქარხანა 40 ტონარზე სამუშაოებდა ქარხანა ის სამკრო რომელსაც მე ვმუშაობდი და მუშაობის პრინციპი როგორი აქვს დილის 5 საათზე მოდის 2 საათზე უკვე დამთავრებული აქვს მერე დრო აქვს რომ 3-მდე 4-მდე დაისვენოს მერე წავიდეს ტყეში წავიდეს ოჯახთან ერთად ანუ დაალაგოს თავისი ცხოვრება ისე რომ და ხელფასი ნორმალური კონდეს დაზღვევა ნორმალური კონდეს საპენსიო ფონდში იხდიდეს ანუ 7 წყნარი დალაგებული ქვეყნის მოქალაქეა და ხვალინდელი დღის არ ეშინია არის აი ეს გარანტია საქართველოში. მე მაგალითად მიუხედავად რომ რეალიზებული ადამიანი ვარ და ერთი რომ ამოვიღობა რომ მიიჭირს ხალხს, ნუ მქონია ეს პერიოდები, როცა რაღაცა ბიზნესში დიდი ხვითო ვერ გამოვდექი, საკმაოდ ოროსანი ვარ ბიზნესში, უფრო სამეცნიერო საქმიანობა, ჩემდა წიგნების წერა და სწავლება ყოველთვის ნახეთ, როცა ჩავიმუხლე ბიზნესში, მე მქონდა შეფერხება ფინანსური საკმაოდ სერიოზული და აი ხელის გაწვდენამდეც კი მიმიყვანა. იყო ესეთი, ასე ვთქვათ, კარმულია ეს მოდი ასე ვთქვათ, ბედის წერა ასეთი, რომ მე ეს უნდა მემლომებს და გადამეტანა ნახეთ მე შემიძლია რომ გადავირჩინო თავი და 100,000-ობით ადამიანს დღეს არ შეუძლია ხვალინდელი დღე გარანტირებული კონდეს. ეს არის კატასტროფა. როცა ადამიანს არ შეუძლია ხვალინდელი დღე გარანტირებულად იცოდეს რა შეჭამს მისი შვილი, რა ჩაიცმევს, რომელ სასწავლებელში წავა, ექნება თუ არა მკურნალობის თანხა, ჯანდაცვა მის, აი მაგალითად მე ტკიპა დამაჯდა ხა ფერმერულ საქმიანობას ვეწევი და პირველად ამ 65 წლის ქალს და აქედან 27 წელიწადია ფერმერულ საქმიანობაში ვარ ჩართული და პირველად ამეკიდა ეს ტკიპა, რომელიც ყოფილა ძალიან საშიში, ისე ყუმრობით შევხედე ამ თემას, ვიცოდი რომ ხელი არ უნდა მომეკიდა მისთვის და არ უნდა ამომეგლიჯა და მე რომ დავდე სოციალურ ქსელში მე ძალიან ისეთი აქტიური და ყველაფერს ვეკითხები ხოლმე, დოღრიელას მეძახი ჩემი შვილი ვარ კიდევაც, ნახეთ, მიჩეს რომ სასწრაფო გამოვიძახე სასწრაფო სრულად მშვიდად რომ მე პენსიონერი ვარ და დიაბეტიანი ვარ და რაღაცა პროგრამაში აუცილებლად ვიქნები და ახლა ამ ტკიპას ვიღაცა მოვა ქირურგი და ესე მარტივად ამომაძრობს. იქ ამბავი დამხვდა. მე რომ ანამიკაძე არ ყოფილიყავი. ალბათ ძალიან დამცირებულად ვიგრძნობდი თავს. ძალიან გამეცინა, ნუ არ იყო სასიამოვნო, ანუ თანხად ხომ მომთხოვეს. მე ჯანდაცვის სამინისტროში დარეკეს, რომ აბა ეკუთვნის თუ არა ამ ქალს ტკიპა ალაპარი წელწილი იყო. პინცეტით შეიძლებოდა მისი ამ ვერ გაუბედე, იმიტომ რომ შეიძლება საცეცი დარჩეს. ხვდებით აი იქ რომ სხვა ვიღაც ნამდვილი ფერმერი ყოფილიყო და არა ანა მიქაძე რომელსაც როგორ გითხრათ თავი მომაქვს და რაღაცა მგონია ჩემი თავი და ვერ დამჩაგრავს მე ვიგრძენი თავის საშუალო დაუცველად დამცირებულად რომ ჯერ თანხას მახდევინებდნენ 150 ლარს აი ამ პინცეტით ამოძრობაში რომელიც მე თვითონ ამოვიძრე ასე ვთქვათ ისე გაუბრაზდი საშინლად გაუბრაზდი რას ეკურველი ხა 150 ლარი არ იყო ის თანხა რომელიც
რომელსაც ვერ გადავიხდიდი, მაგრამ არ ღირს ეს манипуляция, ეს ქირურგიული ჩარევაც არ არის. ხვდებით, უბრალოდ შეიძლება და ანტიბიოტიკი გაეკეთებინა ქირურგს. ჯერ როდის ჩამოვიდა ეს ქირურგი და მე რო ჩამოვიდა და რაღაცა ისეთი გაბღენძილი იყო, რომ სურვილიც კი არ მქონდა, რომ მას ჩემთვის ხელი მოეკიდა. აი, აქედან დაწყებული ილახება ადამიანის უფლებები. ჩვენ ვამბობთ, რომ აი ადამიანის უფლებები ახლა არ ილახება ისე როგორც ილახებოდა ნაციონალების დროს. ნაციონალების დროს იყო სხვა რიგი პრობლემების, სხვა რიგი, ეხლა სხვა რიგია პრობლემების. აი, მაგალითი მოვყევი, როგორ ვიგზენი თავი დამცირებულად, დაუცველად, დამცირებულს თავი დავანებოთ. დამცირებულად კი არა, დაუცველად ვიგზენი თავი, რომ ერთი რაღაცა ლაწირაკი ტკიპის ამოძრობაში ლამის ეს მთელი კლინიკა ფეხზე დადგა და წარმომიდგენია, ეს ყოფილიყო ბავშვი, ეს ყოფილიყო მოხუცი, ეს ყოფილიყო მიუსაფარი, ეს ყოფილიყო ის კიდევ დამატებით რა ღირსების შემლახავი იქნებოდა მისთვის ის სიტუაცია, რაშიც მე აღმოჩნდი. აი, ეს არის ჩემთვის, ასე ვთქვათ, რიგი პრობლემებისა. აქამდე, აი, როდესაც ვიღაცა გამოდის იმ პროტესტად, აი, მაპატიეთ რა, ესე გაიშლიგინებენ მარშით, გამოიშლიგინებენ მარშით და რა დროშებით ხელში, ну ვიღაცა იქ თავისუფლება მიშას ყვირის, ვიღაცა რაღაცას ყვირის, ვიღაცა თავისუფლება პატიმრებს, ორდღიან პატიმრებს, რაღაცა ჯერეთი როგორ შედიან ამ ორდღიანი პატიმრების როგორ ფორმდება ეს, ჯერეთი აბსურდია. მოდი ვთქვათ, რომ ტროტუარზე დგომის ადამიანს დაჭერა არის კი მესასაცილოება, მაგრამ ნუ აი როგორ გითხრათ, 9-ჯერ ვიკითხე, აი რატომ არის ეს ორდღიანი პატი, ვინ მოიგონა, რისთვის მოიგონა, რას ნიშნავს აი გავარ ტროტუარზე და თან ჩავერთვები ხოლმე შიგაში ცოცხალ რეჟიმში თუ არ რამდენი თემა თუ არ შეგვიძლია გავყეთ რა, ბევრი რო არ დაგროვდეს და მე პასუხის არ გამიჭირდეს, მაგრამ ტროტუარზე უცებრად შემიძლია ვთქვა არის, რომ მეორეჯერ უკვე სისხლის სამართალია. ანუ 2-3 დღის მერე უკვე დგება რისკი, რომ მიკვირდა, ვერაფრით ვერ ვიგებდი რა არის ეს ორდღიანი პატი. ან რატო ყვირის ეს ხალხი არ სასაცილოა, ხო, ორდღიანი პატიმრობა არის სასაცილო. მე კი გავარკვე მე რომ ორ დღის მერე ერთი წელი ჯარიმის მერე ერთი წელი ერთი წლის მერე, ანუ სადამსჯელო ღონისძიება არის მოგონილი, რომ პროტესტი განელდეს. გასაგებია. თავიდან თქვი რომ პროტესტი კარგია, მაგრამ პროტესტს არ ვარგა, პროტესტს უნდა ქონდეს შედეგი და სახელმწიფო რასაკვირველი, სახელმწიფო არ არის ბალეტმეისტერი, სახელმწიფო არის სადამსჯელო ორგანო, ანუ ის ქმნის კანონებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი უფლებებიც და ქვეყნის უფლებებიც. აი ქვეყნის უფლებების დაცვაში ხანდახან ისეთი რაღაცები შემოეპარება, როგორც ერთ ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობა, რომელიც აბსურდია, მაგრამ მას ასე თქვა დასაბუთებული აქვს, თურმე აი მთელი ჯაჭვი აქვს მოფიქრებული, რომ ორდღიანი მერე ჯარიმა ერთწლიანი და მერე 4 წლიანი პატიმრობა. ანუ ასუსტებს ფაქტია პროტესტის ტალღას. მაგრამ ეს პროტესტი ღირს ამდენ ასე ვთქვათ კანონების რახუნად, ღირს არაფრის მომცემი პროტესტია. აი ღირს ეს პროტესტი. გასაგებია. ჩავერთვები ხოლმე და კითხვა ესე ცოცხალ რეჟიმში გავაგრძელოთ მაშინ ეს უფრო იყო ეს ერთგვარი ფონი მივეცეთ ამ საუბარს, აი რა ასეც ვიტრიალებთ, რამდენიმე კუთხით მაინტერესებს ჩაძიება ამ პოზიციაში და თან აზრის მოსმენა რა, თქვენი აზრის მოსმენა. პირველ რიგში თუ სწორად გავიგე მთავარი სათქმელი, რომ თქვენთვის პრიორიტეტი არის კონკრეტული მოთხოვნების დაყენება, ხო, მაგალითად ამის გაუმჯობესება მედიცინაში, იმის რეფორმა განათლებაში, აი ამ კანონის აღწევა, იმ დანაშაულის გამოძიება და ასე ანუ კონკრეტული გასაგები, სწორად, კორუფციის გამოძიება, განათლების სისტემის, გასაგები კონკრეტული მოთხოვნა და ესე წერტილოვანი, არ ვიცი სწორი სიტყვა თუ არა, მას წერტილოვანი განვითარება, ისიც გჭირდება, მაგალითად, რეგულაცია, ახალი წესის შემოღება თუ არსებული შემზუბუქება თუ სხვა. რაც მესმის და ეგ არის ალბათ ის, რაზეც რთულია რომ ვერ შევთანხმდეთ რომ კარგია ეგეთი მოწყობა, სადაც არის საზოგადოება, არის მუდმივად ვიღაცას რაღაც აწუხებს, ან იდეა აქვს როგორ უნდა მოიწყოს საზოგადოება და ამაზე მსჯელობა მიდის, პროტესტი, ანუ ჯანსაღი და ან იცვლება, ან არ იცვლება, გააჩნია რამხელა მხარდაჭერას მოიპოვებს ის კონკრეტული საკითხი, ხო, ამ საზოგადოებაში. თუმცა მე მაგალითად რაც მაქვს რასაც ვხედავ, აი რომ ეგ თითქოს ეგ რაღაცა კი კარგია, მაგრამ შეაძლებელია თუ არა და რას გულისხმობ ხა ამაში, რომ აი ნებისმიერ ესეთ კონკრეტულ საკითხზე რო პროტესტი, ეგეთ პროტესტს ჩემი აზრით ჭირდება ფუნდამენტი, სადაც აი გაიხარებს რა, მაგალითად სცენარი რო უნაყოფო ნიადაგში რო დარგო ვერ გაიხარებს, ხო, უდაბნოში მაგალითად. ანუ არის რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელიც თუ ირღვევა, მე უკვე კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა და საუბარი და კოალიციური რაღაც თანამშრომლობა ძალიან რთული ხდება. და ეხლა რა არის ჩემთვის ხა ეს მაგალითად ეს
ხელი შემშლელი ფაქტორები, თქვათ რისი, რომ აი ეს არ მომწონს, აი ეს რეგულაცია ჯობს ესე გადავაკეთოთ, ხო, ესეთი ტიპის მსჯელობის რატო არ ისმის? მეც ვისურვებდი რომ მეტი იყოს ეგეთი გეთახვებით მაგაში, მაგრამ რატო არ მუშაობს თითქოს რა? და ამის მაგალითად გამოვიყენებდი გამჭვირვალობის კანონს, რომელიც არის ერთ-ერთი მუხტი ამ ბოლო დიდი აქციების, ხო ხა ეს მიმდინარე ეს განგრძობითი რაც არის დაიწყო 24-ში, მაგრამ ესეთი დიდი მასშტაბური აქცია, თქვა 23-ში რაც დაიწყო, რაც მოყვა გამჭვირვალობის კანონს. აი ამ კონტექსტში რუსულ კანონსაც ვეძახით, ხო? რუსულს აგენტების გამჭვირვალობის კანონს. გამჭვირვალობა არის ოფიციალური სახელი, აგენტების არის მოკლე და თვლი რომ ანუ რასაც გვეუბნებიან, რომ ფარას ანალოგია. რასაც გვეუბნებიან. აი მაგალითზე ვიტყვი, რატო ფიქრობ რომ რთულია, რასაც თქვენავთ, კარგია, მაგრამ არ ვართ თითქოს მანდ, რომ ეგეთი რაღაცები შევძლოთ რა. და თუ რამე გამორჩება, შემეშლება თქვენ შემისწორეთ. აი ის კანონი როგორ განვითარდა, ხო, რომ წამოჭრეს ეს კანონი, რაღაც ტიპის მე გაიწვიეს, მე ისე. ხო, აი ჯამში ეს ძალიან დეტალებში არ მინდა შევიდე მან, დრო არ გაგვექცეს, მაგრამ აი ძირითადი განვითარების ძირითადი ფაზები რო თქვა, წამოჭრეს რაღაც კანონი, ხო, რომელიც ამბობს, რომ თქვათ ესეთი ტიპის ორგანიზაციებს დავავალებთ ამას და დავარქმევთ ამას. ნუ რაღაცა ლოგიკაა, ვიღაცა მოიფიქრა, დაწერა და წარადგინა. მე მაგ პერიოდში საერთოდ არც ვეძიებოდი ამ პარლამენტ დეპუტატი ვინ არის, ან ვინ არ არის, თუ რა მშელობები მიდის, ცოტა ესე ვიყავი რა, დაახლოებით ძალიან მსხვილი თემა თუ იყო, ყურადღებას ვაქცევდი. მაგრამ ნუ რაღაც ეს მოხტმა რომ აიწია, რომ თითქოს რაღაც ისა უთანხმოებაა და ოცნება ძალიან ესეთი სწრაფი ტემპით ცდილობს რომ გაიტანოს, თითქოს არგუმენტებს არ იღებს, ხო? თუმცა მათი პროპაგანდა და მათი ძირითადი არგუმენტი ერთ-ერთი იყო ის, რომ ვერ ვისმენთ არგუმენტებს, ხო? მე აი გეკითხებით ხალხო რა გინდათ, მითხარით და კი ბატონო. მაგრამ მეორეს მხრივ როცა ჩავეძიე რომ მართლა რა ხდება, რა გამოიწვია ეს არეულობა და საერთოდ რა კანონია, ხო? ეს აი სამსახურის მერე რომ მოვიცალე თუ ჩავხედე. აღმოჩნდა რომ რაღაც არ იყო თან დიდი კანონი, დიდი კანონპროექტი 7 გვერდიანი იყო სულ და ძალიან მარტივი ენით იყო გასაგები პრინციპში რაც იყო რისკები იმ კანონში და რაც იყო უხეში და ცუდი. და მე რო ვიკითხე ამას მართლა არავინ არ ეუბნება და რო ვნახე რომ აი ჩვენმა გუნდმა სხვადასხვა გავაკეთე ეგეთი რამე რომ ეს სხდომები ხო არის მოსმენები კანონის და ყველა მოსმენიდან ამოვკრიფეთ ყველა ის მომენტი სადაც კონკრეტულ კითხვას შენიშვნას ან კომენტარს ეუბნებიან თქვა ოპოზიცია არასამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები და როგორ სწრაფად ესე ისხლით რეგლამენტი ხო მაგის საშუალებას გაძლევს რომ თქვა აი 30 ადამიანმა დაგისვა კითხვა შენ აქ ინიშნავ რაღაცებს რომ გაცე პასუხი ანუ მოხსენებელი ვინც არის ინიციატორი კანონის და ეუბნებოდა რომ რაღაცა შეიძლება ერთთან ორზე პასუხა კარგი დრო ამოიწურა გადავედი შემდეგ ეტაპზე ანუ ძალიან ისხლიტავდნენ ჭრალებში ჟარგონისთვის ბოდიში ამ დასმულ რეალურ კითხვებს რომელიც მეც გამიშთა როცა ვკითხულობდი და როცა აი ეს ხდომები სწრაფად ჩამთავრდა და მე შეგრძნება გამიშთა რომ აი მე რო კითხვა მაქვს იმას სვამ და ვიღაცა და არ უპასუხეს სწრაფად გავიდა ხალხი ქუჩაში მოგეხსენებათ ხო ნუ არა ჩვენს გვაქვს ეკითხები რა მარტო ემათ კი არა აქვთ ვისაც ხა რაღაც სახელებს ეძახით და აგრესიით ხართ განწყობილი ხალხიც ვართ ვისაც ეკითხები გაქვთ და ბანემ გავცეთ პასუხი იქნებ ხო ანუ თუ იქ არცენ პასუხს მაშინ ხალხი ქუჩაში გადის და ნუ მე რაც მოყვა მოგეხსენებათ მაგას ანუ განმარტებების მაგივრად იყო ის რომ თქვენ არ გინდათ მოსმენა და ეხლავე შემიძლია გითხრათ ერთი ან ორი მაგალითი რამდენად არ იყო პასუხი გაცემული სენსიტიურ რაღაცებზე რა ანუ ხო არის თითქოს ფონი შექმნილი რომ იყო და ჩვენ არ გვინდა მოსმენა და გვიჩვენია რაღაცა ჩხუბი პასუხის გაგებას და სახში წასვლას მაგრამ რეალურად აი შევალთ შინაარსი სურვილის მიხედვით მაგრამ იყო ის რომ ნაცვლად იმისა რომ ვიღაცას განმარტებები გაეკეთებინა გამოვიდნენ ეს სპეცრაზმელები რომელსაც პრინციპში უკვე მოხსნილი ქონდა ნომრები რაც მიანიშნებს რომ ცალკე მოგიყვებით ჩემ დაკვირვებას მაგაზე და ნუ წავიდა სასტიკი დარბევები. ნუ დარბევებს რო გაუძლო საზოგადოებამ, ნუ ბოლოს გემახსოვრებათ რომ წაიღეს უკან უპირობოდ გავიწვიეთო უკანო, აღარ შემოვიტანთო არც ერთ შემთხვევაშიო. ნუ რადგან მე 24 როცა თან ცინიკურობის დონე რა როგორც რთული ეს არის აღსაქმელი რომ ეს ჩემპიონატ ევროპის ფეხბურთის ამბავი გავიგეთ ყველას რო გვიყვარს ერთმანეთი და შემოიტანეს ის უპირობოდ გაწეული კანონი და ამჯერად თან ცინიკურად უკვე ვიღაცები ამბობდნენ ტროლები, ბოტები, რაღაც პროპაგანდისტული მედიები, რომ ეხლა უფრო მზად ვართ ტექნიკალურად ახალი უკეთ დაგარბევთ. ანუ იყო ეს გარემო, რომ აი შემოვიტანდა, აბა რას გვიზამთ, ხო? და იყო კიდევ არანაკლებ სასტიკი დარბევები.
და რას გულისხმობ ხა ამაში რომ იყო კანონ პროექტი რომელსაც მოყვა აი ისეთი ტიპის საქმიანი განხილვა როგორც თქვენ ამბობთ და მეც რომ მომწონს ანუ აი მართლა ეხლა შემიძლია უბრალოდ მინდა ერთი წამით გაჩვენოთ ისე გათვალის გადავლების დონეზე აი რას გულისხმობ როცა ამოვწერეთ მეთქეს კონკრეტული რაღაც მონაკვეთები ერთი წუთით ზუსტად გწრომოთ აქ თუ გამოჩდება აი ეს არის მაგალითად მუხლობრივად დაშლილი სხვადასხვა მომენტები time კოდებით ანუ რომელს ხდომაზე ვინ რა კითხვა დაუსვა ასე დიდი სია არის ხო მუხლი 4 მუხლი 6 მუხლი 8 პრობლემური რაც არის რა ანუ ამ კანონში როგორ ეკითხებიან და ან შენიშნავს ან კითხვას ვამენ ან შენიშნავს ამბობენ რომ ეს არ უნდა იყოს ამიტომ ძალიან საქმიანი ფიქრობ რომ უმეტესობას აი თქვენ როგორც აღწერეთ როგორცაც მოისმენდით რა ესეთ განხილვას თუ პროტესტს აი ეგეთი ტიპის შინაარსობრივი მოგეთ კითხვები და არა რაღაცა ჩხუბი იმიტომ მე უკვე კი გადაიზარდა იმ ემოციური მასიო თქვენ არ გვისმენთ და თქვენ რატომ უნდა მოგისმინოთ და მე ეს დაკადაკარაც მოყვება ხოლმე მან დიკარგება ზუსტად მან დიკარგება იმიტომ როგორც კი ემოცია შემოდის ეს კანონი რასაკვირველი არც მე არ მომწონს და არ მომწონდა და ხოთშოს პირველი თვე მე ჩემ შულთან ერთად დავდიოდი პროტესტზე მაგრამ როგორც კი ცეცხლები დაიწყეს და ხო აი მაშინაც დავანებეთ ამიტომ რომ ეს უკვე არ იყო ის პროტესტი რომელიც მე მინდოდა და რომელიც ჩემ ხმასაც ასე ვთქვათ რაღაც ფასს შეძენდა ნახეთ მე პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე როცა ეს კანონი განიხილებოდა მეორედ რომ შემოიტანეს და ისე ძალიან ისე ცოტა შეფარულად კითხე ჩემს ასე ვთქვათ მე 40,000 ფოლოვერი მყავს და ნუ ყველამ არ მიიღო თავისთავად ცხადია მონაწილეობა რამდენს გაქვთ ეს კანონი წაკითხული ოღონდ გულწრფელად თქო რა ჩემთვის მინდა თქვა პროექტს ხარ ვაკეთებ მეთქი აი მოდი ვიმსჯელოთ მეთქი რამდენს გაქვთ წაკითხული ეს კანონი ეს ზოგადად ამას ვსვავ ხოლმე კითხვას როცა პოლიტიკაზე ძალიან დადებენ ხოლმე თავს და ექსპერტად მოაქვთ თავი პირველ რიგში კონსტიტუცია წაკითხული გაქვს ოთხე მეც რა არა აქვს წაკითხული რა უნდა მაგის მე არა მაქვს წაკითხული გესმით აი მაშინათვე როგორც კი პოლიტიკაზე ჩემი ასე ვთქვათ აქტიურობა შევნიშნე ჩემთავს რომ მინდა პოლიტიკაში ყოფნა პირველ ხალ შენ კონსტიტუცია არ გაქვს წაკითხული რა ჯანდაბა გინდა პოლიტიკა ჩემთავს უთხარი და მე დავჯექი და წავიკითხე ნახეთ არც ერთს 100 გამოკითხულიდან ისე სიმბოლურად რომ ვთქვათ არ ქონდა ეს კანონი წაკითხული ან იცოდა მარტო ის მუხლი, რასაც იმეორებდა ოპოზიციური ტელევიზია ან სოციალურ ქსელში, რასაც პედალირებდა ესეთი ადამიანების ჯგუფი, რომელიც იყენებდა ამ კანონს პროტესტის და მუხტის ასაგორებლად. არავინ არ დაჯდა, არავინ არ დაიწყო. აი თქვენ ხო ამბობთ, რომ აი ეს მუხლი არ ვარგო და დავსვით კითხვა და ვერ მივიღეთ პასუხს. ის არ გაგცემს პასუხს. მისი ინტერესია რომ ეს კანონი ცუდად რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, შემოგტენოს, ასე ვთქვათ და მოგახვიოს თავს, ხო? ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს იმის რომ მეხამრიდივით აირიდოს ეს კითხვები რაც შენ გაწუხებს მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტების გამხორციელებელი ორგანიზაციები რომელსაც ავალდებულებდა ეს კანონი რომ აუცილებლად აგენტად უნდა და არ არის ადვილი ასატანი აგენტის იარლიკი მე მოდიოდა მაგალითები რომ აგენტი არ არის კაცო სოციალური აგენტი აბა რა არის დაზღვევის აგენტი რა აგენტი არ არის აგენტი ის სიტყვა ადვილად რომ მიიკერო ადვილად რომ მოინელო და გარდა ამისა გამჭვირვალობას როდესაც მე ერთი პერიოდი გასაკვირველი აქტიურად თანამშრომლობდი სოფლიო ბანკთან და ზოგადად არასამთავრებო ტიპაჟი ვარ ვიდრე სახელმწიფოსთან არაფერი ისეთი შეხება გარდა საბჭოს ესა ინფორმაციულ საბჭოს ხელმძღვანელობდი მე მოვიგონე ის საბჭო არავის არ დაუნიშნივა სოფლიო ბანკის ასე ვთქვათ პროექტის ფარგლებში მოვიგონე რომ დაგვენერგა ინტერნეტი და საინფორმაციო საზოგადოება აგვეშენებინა და ერთი ფანჯრის პრინციპი იუსტიციის სახლი აგვეშენებინა და ასე შემდეგ ნახეთ აი ეს ყველაფერი, როდესაც აი ესე დალაგებული არის და მე ვურთიერთობ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მომაქვს იქიდან რაღაცა ფინანსები იმისთვის, რომ შევქმნა პროდუქტი. ახლა ფერმერულ საქმიანობაში ევროკავშირის უზარმაზარი თანხები არის, USAID-ის უზარმაზარი თანხები არის ჩადებული, ხო? მე ის გრანტის გამცემი ორგანიზაცია მავალდებულებს კვირაში ერთხელ რეპორტი გაუგზავნო ფინანსური და ყველანაირი გამჭვირვალობა ვაჩვერო და იმ მიზეზით რომ მეუბნები რომ მე უნდა დავრეგისტრირდე აგენტად და ყველაფერი ყველა თანხის შენ ხო ისედაც მომწვე მე ხო შენი რეზიდენტი ვარ მე ხო შენი შეპესე ვარ შენი არასამთავრობო ვარ შენი IP ვარ თუ რაცა ვარ მე ხო ისედაც ვარ ვალდებული ფინანსები ჩაგაბარო კანონში ამ ჩემს საქმიანობას ფინანსურს საგადასახადოს კოდექსი ხო ისედაც მირეგულირებს ხო
ისედაც მავალდებულებს, რომ ყოველ თვეში ერთხელ ჩაგაბარო ფინანსური ჩემი ასე ვთქვათ მონაცემები. და კიდევ ეს რო თანაც მოიშველიო ფარა, მოიშველიო რაღაცა ბრიტანული კანონი კი ბატონო, ევროპაში ეს კანონი კარგად არის მიღებული და ევროპას თავისი საფრთხეები აქვს და ევროპას ფათაშორის და იგივეც ამერიკა თავის ძოზე როცა მიიღო თურმე 38 წელს რომელიღაც წელს რუსეთის წინააღმდეგ იყო მიღებული კომუნისტების წინააღმდეგ იყო მიღებული რომ ტრამპი ხო აი უცბად საიდანღაც მოვიდა ეს კანონი და ისე რომ მოსახლეობა, ისე რომ მოთამაშეები, ჩვენ ხო მოთამაშეები ვართ, ხელისუფლება, ადამიანი, რომელიღაცა ორგანიზაცია არასამთავრობო და ბიზნესი. და ჩვეულებრივი მოქალაქეები, ხო? ესენი ხო მოთამაშეები არიან. თამაშის წესები აირია. მე ვიცი რომ მე ისედაც უნდა ჩაგაბარო ანგარიში. მე ვიცი რომ ისედაც უნდა მოხსენებები. მე ვიცი რომ ის ვინც მაფინანსებს ისედაც ყოველ კვირა მამოწმებს და ყველა თეთრს მიმოწმებს, რა ვიყიდე, როგორ ვიყიდე, რა საჭიროა დამატებით ამის საკითხი. აი ამის ახსნა ვერ შეძლო ხელისუფლებამ სამწუხაროდ. თორემ მას რომ შეძლებოდა ამის ახსნა, ისე როგორც აი 24 საათი ან წინასწარ რომ გამოეტანა, როგორც ხდება ნორმალურ ცივილიზებულ სამყაროებში, რომ აი მაგალითად მე ვიყავი დენვერში, რაღაცა პატარა პროგრამით ადრე, ანუ წინა ცხოვრებაში ასე ვთქვათ, სანამ მე ყოველე გავხდებოდი, სანამ საინფორმაციო ტექნოლოგიების თემებზე ვმუშაობდი, დენვერში ვიყავი და დენვერის მერთან მქონდა რაღაცა შეხვედრა და მან თქვა, რომ მე ღობეს ვერ შევღებავ. აი მაგალითად ერთ მაგალითს გაჩვენებთ, რომ ერთი ქუჩის ღობეო უნდა შევღებოო, ერთი ფერი არის სალათისფერო, მეორე ცოტა უფრო მწვანე და დავხოცეთ ერთმანეთი მე და მოსახლეობა, იმიტომ რომ გაიყო ორად აზრი, ერთ ნაწილს მოსახლეობის უნდა რომ იყოს ღია სალათისფერი ღობეები. უნიფიცირებული, ანუ ერთი ფერის რო ყოფილიყო და მეორეს უნდა შედარებით მუქი. ამის გამო აი ღობე ვერ შეღება დენვერის მერმა მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე. ანუ კი არის ახლა ეს მე ვაზვიადებ ამას უტრირებულად გიყვებით ამ ამბავს, მაგრამ ასეთი საზოგადოება მინდა, ასეთი თანამშრომლობა მინდა. შეიძლება ჩავერთო მაინც. აი მაინც დავასრულოთ, ნახეთ, ასეთი თანამშრომლობა მინდა ჩემსა და ხელისუფლებას შორის, როცა მე ის მითანხმებს, როცა მე ესე კი არა, მე რომ შენ უკაცრავად და არჩევნებში რომ მოიგე, ჩემი ხმა რომ წაიღე, მე რომ ჩემის და კოტეს დახმარებით რომ მიიღე ეს თბილი სავარძელი, რომელშიც ზიხარ გაქვს, კარგი ხელფასი, გემსახურება, კარგი მანქანა, ხო? მე შენ დირექტორად კი არ დაგნიშნე, ჩინოვნიკი რომ ხარ. ან სიტყვაზე პარლამენტარი ხარ. მე შენ ჩემი კეთილდღეობისთვის მოგეცი ეს ხმა, რომ მე შემიქმნა კეთილდღეობა იმ საერთო სიკეთეებიდან, რომელიც ჩემს ქვეყანას აქვს. წყალი, მდინარე, ტყე, ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ძალიან დიდი ბუდიში რა, ნუ მეკცევი დირექტორი, მომექცევი დირექტორით, გამოვალ ქუჩაში და დაგიქნევთ იც. შენ დამიქნევთ იც, მეც დაგიქნევთ იც, მე დავიცავ ჩემს უფლებებს. აი იქ მივედით საკუთარი უფლებების დაცვამდე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლებას, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ კულტურას, მხოლოდ თანამშრომლობის და თამაშის წესების დაცვას. ჩვენ არც ერთი მხარე არ ვიცავთ თამაშის წესებს, სამწუხაროდ. არ ვიცით ჩვენი უფლებები და ის ბოლომდე ისარგებლებს იმით, რომ მე გულუბრყვილო ვარ, მე არ ვიცი. ბოდიში, მაგრამ ერთხელ მქონდა ესეთი ძალიან ბოდიშვიხტი ამ მაგალითისთვის, რაღაცა წამომაყვედრა ერთმა სახელმწიფო მოხელემ და უთხარი, რომ როცა მე და ჩემნაირებს შეხვდები, კედელზე აეკარი და თამდაბლად მომესალმე, იმიტომ მე რომ ვარსებობ და ჩემნაირები რომ არსებობენ, იმიტომ გაქვს შენ ის კარგი ხელფასი და იმიტომ ზიხარი თბილ სავარძელში. აი ეს დაირღვა. აი ეს ვიღაცამ მიითვისა, რომ კარგი ბიჭია, მაგარი ბიჭია, ამიტომ გახდა მერი, ამიტომ გახდა მინისტრი, ამიტომ გახდა დეპარტამენტის უფროსი. და რაღაცით მჯობი არა, მე მოგეცი ამის უფლება. მე და თქვენ მივეცით კოტე ამის უფლება, რომ ის იქიჟდეს სადაც ზის და არ აქვს იმას უფლება თავი გადამამეტოს, არ აქვს უფლება მომახვილოს თავს კანონი, კეთილინებოს, შემითანხმოს, განმახილვინოს, ჩემი აზრი მოისმინოს, როცა ეს თამაშის წესები დაცულია, როცა შენ მეკითხები აზრს, ისე ყასიდად კი არა, ტყუილად კი არა, დემოკრატიულობანაც მიშაც კითხულობდა თვითონ აზრს, მაგრამ სინამდვილეში არ კითხულობდა, მიერეკებოდა თავისას, ხო? აი ეს როცა ირღვევა, რასაკვირველი ეს კონფლიქტი იწყება, ჩემსა და ხელისუფლებას შორის, იწყება პროტესტი. გასაგებია. ხო, აქ აი ისევ აი რამდენიმე ნაწილს ხედავ, მან საინტერესოს რა, თუნდაც ამ კანონის ნაწილში თქვათ, რო ვერ ახსნა, ხო, აი ამ ეს ახსენეთ. ხა მან შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი აზრი იმაზე, რომ ვერ ახსნა თუ არ ახსნა, იმიტომ რომ ამდენი კითხვის დასმის მერე არ გამოვრიცხო რო არ ახსნა. ხო, ჩემი თქვათ, ხა ჩემი პირდაპირ გითხრათ პერსპექტივა არის ის, რომ კანონის წამოჭრამდეც
თან პირველ იტერაციაში ხო აგენტების კანონი ერქვა პირდაპირ. წამოჭრამდე ხო აგენტებს ეძახდნენ კრიტიკოსებს უმეტესობას რა და ანუ ჩემთვის ასე მარტივად ასაც ვაკავშირებ არის რომ აგენტების იარლიყის ფორმალიზება იყო მათი მიზანი რომ ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენ ხო სიწმინდეს ვიცავთ აუჯახის სიწმინდესა ტრადიციებს და როგორ შეიძლება ჩვენ ვინმე გვერჩოდეს და თუ ვინმე გვერჩის რა თქმა უნდა არის აგენტი რომელიც არ მოწონს ეს კარგი რაღაცეები და აი ამის ფორმალიზება იყო თუმცა ეს ახლა ინტერპრეტაცია არის რასაც მე ვამბობ მაგრამ და შინაარსში იმ ხარისსაც ხო თავისი იარლიკები რუსეთომე თუმცა აქ არის განსხვავება რაში რომ ერთი რომელს ეძახის რაღაცა იარლიხს მაგრამ ამორში რომელსაც მე ძალაუფლება რომ იარლიყიც მიცეს დაიჭიროს კიდეც და ცემოს და აწამოს ხო ანუ რომ ნუ უთანასწორო ის არის რა ხო არა იმას ძალაუფლება აი თქვა ახლა უკრაინელებს ხო რუსეთი დაესხა თავს და არაპირიქით და ახლა რუსეთს რო უკრაინელები ეძახიან ორკებს თუ შეგვედრიათ ეს ტერმინი თქვენც ეძახით რა პრობლემა თანაბრები ხართ ხა ამას ხო არ ვეუბნებით ის ეძახის ფაშისტებს უკრაინელებს ეს ეძახის ორკებს და ამით ხო არ თანაბრდებიან ის არის თან ეძახის თან ბომბავს ხო ან თან თავს ესხმის ან დაახლოებით ამას მარტო იარლიყებით გათანაბრება ამ რაღაცა ბრძოლის არ თანაბრდება რა ჩემი მაგრამ შინაარსში რო არ შევიდეთ თქვა ამ კანონში მართლა რა იყო ცუდი აი უბრალოდ ძალიან პრიმიტიულად რო თქვა ფარა ამ ხელა ქვეყანაში ამერიკაში 23 წელს ან 24-ში 23 წელს გამოავლინა 3 აგენტი, იმიტომ რომ სულ სხვა შინაარსი აქვს იმ ფარას კანონს. აი, როგორი თითოეული აგენტი როგორი იყო, იცით, აი ჯეიმს ბონდში რო ბოროტი ადამიანები არიან, აი ვიღაცა უცხოელი მაფიოზი როგორ მოისკიდა გუბერნატორი რომ მე კანონმდებლობაზე გავლიდა ეს მაქინაცია როგორ გამოიწია FBI-მ და მოსამართლემ როგორ დაამტკიცა და რას დაერქვა აგენტი ან მართლა რა და ჩვენთან იყო მარტივად რა თქვენ მაგალითად თქვენი საქმიანობის კუთხით აი თქვა ჩეხეთში ხო საქმიანობს და ამ ჩეხეთის კომპანიამ ხომ არ ვიცი რა თქვა დეტალები მაგრამ რო გადაწყვიტეს რომ დაგეხმაროთ ქართული ყველის უკეთ აღდგენაში და პირობითად და ამაში დამავრალონ აგენტობა ანუ 10000 ლარიდან თქვა დღეს თუ გაქვთ 10000 ლარი პირობითად შემოსავალი თქვა ვიღაც კეთილმსურველები ვიღაც ბიზნესი ხო ვიღაცა თქვა როგორც იკრიბება ეს ფული და იმათაც ჩაგირიცხონ 2001 ლარი ოღონდ რა 20%-ზე მეტი და თქვენ დაგერქმევათ ჩეხეთის აგენტი და თქვათ ორ კვირაში აი როგორ ყვებოდით მაგალითს რომ პლასმასის ბოთლების გამოხარშვაზე გავაკრიტიკეოს სწორად ხო ვიღაცა წამლავდა და აი თქვათ წამოჭერეთ საკითხი რომ თავრობა მე ვფიქრობ რომ ეს პლასმასის ბოთლების გამოხარშვა უნდა აიგზავნოს იმიტომ რომ ტოქსინების აშინელებაა ხო და ეს თქვენი ხა ეს ვიგონებ ხა მაგალითს რა მაგრამ თან რო ამბობდით კარგად მიება რა და რო აღმოჩნდეს თქვენი ეს სამართლიანი პროფესიული ინიციატივა გადაიკვეთა ვიღაც მაღალში კორუფციას მაღალში რაღაცნაირად რა პლასმასის ბიზნესი აქვს დაუშვათ რაღაცის ხო რა და რა ანუ უმარტივესად ის რა სიტყვის იმას კი ატყვის კარგი მოდი გავიაროთ ვილაპარაკოთ რა იტყვის რომ ჩეხეთის აგენტი წამიერად მყისიერად დაიწყება შეთქმულება პიროვნების წინააღმდეგ ანუ ჩემ წინააღმდეგ ფორმალიზებულია თან ეს რა თქვენ ხართ ჩეხეთის აგენტი ოღონდ კანონით არ გლანძღავთ ჩეხეთის აგენტი აი ეს შავფერებად და მაინც არ დავყოფდი ამ ყოფნა კანონი როგორც ასეთი აქტია რომლის გარეშეც სახელმწიფო არ არსებობს მე სხვა რამეს ვამბობ კანონი კი არ იყო ცუდი კანონი კი არ იყო ცუდი მისი ინტერპრეტაციაა ცუდი თორე მართლა გადმოთარგმნილია სხვათა შორის არა ვიცი და მანდ ხა მე სულ მიჭირს ხოლმე თან ცოტა შევიდე თან ძალიან არ შევიდე ამ საბაში სხვა ანუ ის რომ შენ უბრალოდ თანხის რაოდენობით გითვლი და გარქმევ სიტყვა აგენტს ეს არის რუსეთმა მიიღო 12-ში და ჩვენ მივიღეთ და ფარ არის როგორ რამე ფარაში არის შინაარსობრივი ამბავი რომ შენ თუ აკეთებ აი ეს იყო ზუსტად და ამის გამო ატყდა და აი ამან გამოიყვანა ქუჩაში ადამიანები ხო თუმცა ერთ დავაზუსტებ ოღონდ არა მასა რომ ანუ ვთქვათ ვისაც კარგად ესმოდა ეს ხო თუმცა მან რა არის იცი მეც ჩემ პირადი ისტორია გითხრათ აი მეც ვინც იდგა სიტყვაზე 2000-3000 კაცი 100 კაცმა იცოდა სინამდვილეში რა საპროტესტო თუმცა მან ერთს ვიტყვი კიდე რომ მეც თავიდან ახლა ყოველს ჩვენი საქმე გვაქვს თქვენი მე ჩემი ყოველს თავისი ხო ან ყველა ჟურნალისტი ყველა იურისტი ვერ გავხდებით იმიტომ რომ პროპაგანდა მოვიგერიოთ ხო ამიტომ არის ხოლმე მე უსმენ აი დებატები რითაც არის თქვა ამერიკაში თუ ყველა ნორმალურ ქვეყანაში უსმენ რომ აი თქვა ოპოზიცია არასამთავრობო უსვამს კითხვებს ისინი ამას ისხლიტავენ ძალიან ცინიკურად იმიტომ რომ 50%-ზე მეტი ხმა აქვს და რასაც უნდა იმას იზამენ ამას რო უყურებ ხვდები რომ რაღაცა ცუდად ხდება რა ანუ პასუხის ღირსად რო არ თვლიან იმათ ანუ არ თვლიან შენ ხო შენ წარმოგადგენს ის შენ ვინ წარმომადგენს იმას არ თვლის ხარ კი რა თქმა უნდა მე პირადად შემაწუხა იმან რომ აი მართლა მე რომ მკითხოს ვიღაცა ხო წაკითხული გააქვს
მოდი წავიკითხავ რა და თან გავაზიარებ, სხვასაც გავუზიარებ რა. ან მე გადავდე ეს რაღაცა საათები და დრო ხო საღამოები. სწორად მოიქეცით. თუმცა პრეტენზია გაქვს, რომ გავლენა მოახდინო მეორე ადამიანზე და გაუზიარო და თუ გაქვს ეს პრეტენზია და ასაკურველი თუ არა ხრამით შეიარაღებული არგუმენტით თუ არა როგორ დაარწმუნებ. თუ გაქვს ეს პრეტენზია, მაგრამ მინიმუმ ის პრეტენზია ყველა შეუძლია კონდეს და არ ჭირდება ამას წაკითხვა, რომ კითხვები არსებობს და მიპასუხეთ რა, უპასუხეთ. აი ჩემ მანდატ მიცემულ ადამიანს უპასუხეთ და სანამ არ უპასუხებ მე მაქვს პროტესტი. ანუ ამ პროტესტის გამოხატვისთვის არ არის საჭირო თქვა ყველა კანონზე 600 რაღაც კანონი მიიღეს იმ წელს. მაინდა ისევ ამ კანონს უტრიალებთ, მაგრამ ნახე რა მომგებიან პოზიციაში დგება, რა მომგებიან პოზიციაში დგება ნებისმიერი ხელისუფლება, ბელორუსია, რუსეთი, საქართველო, პოლონეთი, ჩეხეთი, ამერიკა, თუნდაც ნებისმიერი ხელისუფლება დადგება მომგებიან პოზიციაში, თუ შენ აუბრალოებ თემას, თუ შენ არ იცით იმ თემის არსი, გამოგიჭერს ამაში და აუცილებლად მოგაჭერს. ამაზე მოგაჭერს მე მაგიტო გადავდე ეს რაღაცა აი დებატები რო დაიწყო, ეხლა რო დებატები დაიწყო, კაი ხანი რო გაჩერებული იყო ფორმატი დებატების. ხომ გამოჩნდა ბევრი რაღაცა. ბევრ რაღაცაში სახელმწიფოებას მოუწია თავისი შეცდომის აღიარება, მოუწია სისუსტის გამოვლენა. ვიღაცა უფრო ძლიერი ოპონენტია, ვიღაცა ხომ გირჩის მოსვენა მიყვარს ძალიან სხვადასხვა ამ დებატებში. მიუხედავად იმისა, რომ თავისაც პრობლემებს უყენებენ, ზოგადად ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს. იმის მაგალითად რომ მართლა გაერთიანდნენ და მართლა საერთო ძალებით იბრძოლონ რაღაც ნაირად რომ იყოს ეს ჯანსაღი კრიტიკა და ჯანსაღი ოპონირება, ერთმანეთს ესხმიან თავს. აი კიდე ცალკე პრობლემა ეს სუფთა ქართულია, ანდაზებით აგვაქვს სავსე ჩვენი ესე თქვათ ფოლკლორი, როგორ გვახასიათებს ასეთი რაღაცა. კარგით ნახეთ, აი იმის მაცულად რომ სიტყვაზე საქმიანი და ჩამოყალიბებული და იმ კანონში გარკვეულ ადამიანებს ეკადაგათ პირდაპირ გაგებით ემჟელათ, აი გამოიყენებინათ სოციალური პლატფორმა, გამოიყენებინათ ტელევიზიები და მოეთხროთ ეს ამბავი სინამდვილეში რა საშიშროებასთან იყო დაკავშირებული, ერთმანეთისთან კინკლაობას გადააყოთ ოპოზიციას რომ ერთმანეთში ესაუბრა უფრო რასაკვირველია. ხო, ნუ მან რა თქმა უნდა ხარისხის გაწევას მეც ვისურვებდი და ბევრი რომ აი ეს ოპოზიციურ მედიაზეც უფრო მეტი იყოს ეგეთი საგნობრივი საუბრები. და იმ წუთში გამოიჭირა ხელისუფლებამ, არ იცის ამან და რაღაცა სიტყვებია. ხო, აი თუმცა ეგ ისეთი რამეა ამ სოციალური და ამ თანამედროვე პროპაგანდის ტექნიკებზე ძალიან რთულია რომ წინააღმდეგობა გაუწიო. ნუ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები ხო აი თუ აქ ეს ტექნიკა სოციალური მაგრამ მასშტაბი აქვს ასევე მასშტაბი აქვს ასევე ტროლების ბოტების მაგრამ რას გულისხმობ აი 9 აპრილს თუნდაც ხო იგივე გაზეთებში ჩავიხედე იგივე წერია რომ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები ამ მოწესრიგებულ რუსეთის ჯარისკაცებს ფოტოებიც მე ვარ ყველა აქციის მონაწილე 9 ხო ანუ იგივენაირი არ მიდიოდა მან ნოემბრის მონაწილეც ვარ იქ ვათენებდით და ვაღამებდით ნუ ცხოვრობდით მაგ პროტესტით ცხოვრობდით ანუ რას გულისხმობ რომ ამ ხელა აქციები იყო ძალიან დიდი, გემახსოვრებათ 10,000 ხო მინიმუმ იყო და იქ ეხა უმეტესობას რო კანონი ქონდეს წაკითხული, ძალიან რთულია და აი ამერიკაში მაგალითად ტარიფების არა, მეც არ მაგრამ აი მე როგორც ვალდებულია ის ვინც ამ აქციას ასე ვთქვათ აორგანიზებს. ნუ პოლიტიკას ვისაც ქვია, თუმცა მე როცა ჩავეძიე მაგას გულისხმობ, რომ მე როცა ჩავეძიე ის რაღაც 40-მდე მონაკვეთი, მართლა უმეტესობა პარტიებიც არას და მეც გამიკვირდა, იმიტომ რომ ძირითადად მართლა პირდაპირ ჭხობზე გადადიოდნენ ხოლმე რა, სხვა კანონებზე. და ამ კანონთან დაკავშირებით მართლა იყო ძალიან აი თავიდან რამდენიმე საათი და რამდენიმე სესია თუ რაღაც ერთი სესია როგორც არის თანამდებობა კანონის განხილვის იყო ყველა კითხვა და აი 40 რაღაც ბევრი ფაქტია მან ჩამონათვალი როგორ უსვამს აი აკადემიურად გაწონასწორა ტონია დეციბალებს არ ცდება როგორც არის ხოლმე და როგორ ასე მოკლედ ის ხლიტავ თუმცა ეხლა მართლა აგენტების კანონის ის რო არ გამოგვივიდეს ეს საუბარი მაგალითად მოვიყვანე ის რომ თუნდაც რომ აი უფრო უკეთ უნდა დაესვათ ეს კითხვა მაგალითად რა მე უკვე გარდა შინაარსის აი თქვენ თქვით რომ 24-ში ჩაეძიეთ აი მეორე შემოbrunების დროს ხო მან ხო უკვე შინაარსთან ერთად რაღაცეები ემატება კიდე ამას რომ თუნდაც ის რომ ცინიკურად ეს გადაგვაგდეს რა ბჭყალებში ჟარგონი რა თქვა ეს თავისთავად ხო შეურაცხყოფელი არის რომ აი არ შემოვიტანთ მაგრამ ეხლა შემოვიტანეთ და უფრო მზად ვართ თქვენთვის აბა გამოდით გელით რა ეს იყო ხო მესიჯი როცა ყველას ერთმანეთი გვიყვარდა ფეხბურთი და რაღაცა ვეხუტებოდით ერთმანეთს ხელისუფლებას აქვს ეს ფუფუნება გამოიყენოს ხო არის ის ამ ინსტრუმენტებს გამოიყენებს თუმცა მე რას ვამბობ როცა რაღაცეებით იწყება მაგრამ მე რეფორმას იწვის ხოლმე თქვა თუ პირველი აი სოსო პირველი დღე 23 წელს იყო ამ შინაარსის გარშემო პროტესტი 24-ში უკვე იყო რომ რატომ მოგვატყუე პროტესტი ხო ანუ გარდა იმისა რომ ის კანონი ისევ არ გვინდა როგორც წინა წელს აი ხო უკვე მოგვატყუე კიდეც რა
ამჯერად არ დაიხეს უკვე, ანუ უფრო სასტიკად დაგვარბიეს. არჩევნებზე გადაერთო მერე საკითხი და ესე გაგრძელდა და მოვედით დღემდე, ხო? არჩევნების მერე იყო რაღაცა ესეთი მცირე მასშტაბიანი პროტესტი, მერე 28 ნოემბრის განცხადებით დაიწყო ეს დიდი პროტესტი და ესე მოვიდა. ეხლა 28 ნოემბერს აღარ ჩავალ ამ შინაარსში, მაგრამ აი ჩემთვის მაგალითად რა არის დღემდე გაუგებარი იმ დღეში რა, იმ განცხადებაში, რომ ხო არის იგივე პროპაგანდა, იგივე ნათქვამი, რომ ჩვენ ხო ავხსენით, თქვენ გაიგეთ არასწორად რა გინდათ რა. მაგრამ მე მაგალითად რაც ვერ გავიგე არის ეს, რომ იმ დღეს ყობახიძემ განაცხადა ეს, რაც განაცხადა, რომ აღარ დავაყენებ დღის წესრიგში 28 წლამდე მოლაპარაკებას, ხო? ამას პარალელურად პაპუაშვილი ევროკავშირს ხო 28 ხო ეს მეორე მაგალითი უბრალოდ გადავედი აი ხამდე მოვიდა მერე და 28 ანუ ხო პარალელურად პაპუაშვილი შალვა პაპუაშვილი და ტელევიზიაში ხსნიდა როგორი ცუდი იქნება დღესვე რომ შევიდეთ ევროკავშირში იმიტომ რომ გვინო რუსეთზე ამიბმული რაღაც ლოგიკით ხსნიდა ამას და პარალელურად კალაძე გამოდიოდა Facebook-ზე და ამბობდა რომ დადონ კი ბატონო და დღესვე ხელს მოვაწერთ და ცუდი იქნება ეხლა რომ შევიდეთ ეხლავე ხელს მოვაწერთ აღარ ველაპარაკებით. დღევანდელი განცხადებები ნახეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა. ეხლა დღეს რომ მოხდა, კიდე საერთოდ საინტერესოა ეხლა. დღეს არის განცხადებები, რომ არავითარ შემთხვევაში ევროკავშირში. ხო, დღეს კიდე იგივე რაღაცა ის არის რა, აი რომელია მართალი, მაგრამ იმ დღესაც ანუ იმ როცა წყალები გაიხსნა რა, მოკლედ მთლიანად გაიხსნა. ხო, არა, მე ვთქვი, კონტექსტ იმ დღეს ვამბობ, რომ ხო მაგ უფლება ეგ გაუგებრად მეჩვენებოდეს, რაც მოგიყევით ეხლა რა, რომ ანუ რომელი კარგია, შევიდეთ, არ შევიდეთ, ჩვენ ვიხვეწებით, ის გვიხვეწება თუ რა გვინდა რა, ანუ და როცა ამდენად ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას მეუბნები, მე არ მჭირდება ვიყო გეოპოლიტიკის ექსპერტი იმისთვის, რომ ვიფიქრო რაღაცას მე მგონი შენ მატყუებ რა, ანუ რაღაც ეგრე არ გინდა როგორც მაჩვენებ თავს. და გამოვალ აბა და ამიხსენი და რომ გავვიდა ხო ხალხი უცებ რა როგორი სპონტანური აქცია იყო მოგეხსენებათ თქვენს მაგ პერიოდზე ამოთ ხო რომ ვიყავით ანუ არანაირი ორგანიზებით უბრალოდ ეს თქვა და ხალხი გავიდა გარეთ. და ხო შეეძლო ნებისმიერ მომენტში რომ აუ ხალხო რა გინდათ გარეთ ვერ გაიგეთ თქვენ მეცუდი რა ვთქვი აგიხსნით ახლა მეორე ბრიფინგი აი როგორც ბიძინასკებაზე მიუძღვნა ახლა ბრიფინგი ერთი კვირის წინ ისევე რომ გამოსულიყო სასწრაფოდ განემარტა თუ რამე განსამარტი იყო მაგრამ მე ვფიქრობ არ იყო განსამარტი არაფერი ნუ ყოველ შემთხვევაში აი რასო შინაარსი ხო ერთი აი რაღაც უცნაურობები ხო ჩანს ეგრევე მაგრამ ეგ უცნაურობები ხდება ხოლმე პროტესტის დაწყების მიზეზი მაგრამ მე პროტესტის გაგრძელების მიზეზი ხდება ის სახეების ჩალეწვა და ხოცვა ჟლეტა რაც მე ხდება ხოლმე ხო აი თქვათ ესე ვამბობ ხოლმე რა ამ კონტექსტში რომ აი ევროკავშირის განცხადებას 28 ნოემბერს კი ვაპროტესტებდით მაგრამ 30-ში უკვე ვაპროტესტებდით იმ დალეწილ ადამიანებს და ნაწამებ ადამიანებს რა ეხლა ცოტა შეიძლება ის ჟღერდეს რომ ამ სიტყვას ვანიჭებ მაგრამ აი დიდი ხნის განმავლობაში ნაცემ ადამიანებს უკვე ეს გადმოდის ხო ეხლა როცა ეგ მაგას დამართებ ადამიანებს მოდი ახლა შინაარს დაუბრუნდეთ განცხადების რა ვილაპარაკე და რატო არ მოგწონს გაცდა უკვე მაგას ხო ეს ხო იმიტომ რომ სხვა რიგის პრობლემა დადგა დღის წესრიგში ხო ანუ ეგ ხო ძალადობას უფლებების დარღვევა ძალადობა ზუსტად ხო და ახლა რა თქმა უნდა აქ შეიძლება ჩავეძიოთ რომ რა ძალადობა მოხდა თუ არა ეს ძალადობა იმიტომ რომ აი ახლა გუშინ თქვა ნუ გადავიდა ისრები გადავიდა კონკრეტულ აგრესიაზე და ხელისუფლების დანაშაულზე მოდი ხო ანუ ადამიანთა სხვა გასაგები არის ახლა ერთი ადამიანის პერსპექტივიდან დაალეწავ ეს დანაშაული ეს არ არის დამხოდო დარბევა არ არის უფლებების გადამეტება არის და იწყება მე ამის გარჩევა უფლება გადაამეტა თუ არ გადაამეტა კონკრეტულად ვინ გადაამეტა სპეციალიზმმა გადაამეტა თუ ბრძანების გამცემა საძის ის თავი რომელმაც ეს ყველაფერი მოხარშა და თქვა ისრები ასე გადაგატანინა ხო ევროკავშირზე ლაპარაკის დრო არ აგაქვს იმიტომ რომ აგერ ახლა ნაცემი ადამიანი ყავს და ისაკავს მოსწავლე ხო მე სხვადასხვა აი სულ მაგალითად ეგ პოზიცია რომ დავივიწყოთ საქართველოს გარდა რომ ვინმე არსებობს რა აი წარმოვიდგინოთ რომ მარტო შევართ ამ დედამიწაზე და ეს პრობლემები ანუ არ გვჭირდება ვიღაცის აი ევროკავშირი რო გვეუბნება რომ ნუცემთ ერთმანეთს პოლიცია ნუცემს აი გორში რო ხდება ხო რაღაც საშინელება რო იყო ეგ ცუდია ეგეთები თუ ბევრი გექნებათ შემთან ვერი მეგობრებ რა იმის თქმა არ მჭირდება მეც იგივეს ვამბობ ანუ იმის აგენტი კი არ ვარ ამას რო ვამბობ ანუ მე თვითონ არ მომწონს საერთოდ აი აბსურდამდე მივყავართ იმ განწყობებს რომ აი ევროპა ნახე რა ცუდია მას ჩვენ მონად ჭირდებით ჩვენ საშინელი გამოძიებთ თქვენ ახლა ახალგაზრდა ხართ ძალიან და მე პიონერიც ვიყავი ოქტომბრელიც ვიყავი კომუნისტი არ ყოფილვარ ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ უკვე მომისრო დისიდენტობამ და გადავიხარეთ აქ ნახეთ, ისეთი მწარე ჩემი ასაკის ადამიანებს და ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, ხო? ჯერ კიდევ რაღაცა პატარა გავლენები გვაქვს, ხო? ოჯახებზე, მეგობრებზე, ერთმანეთზე, ხო? არ ვაპირებ ახლა მე ქუდი დავიხურო და წავიდე აქ მარტო ყანავ თოხნო, ხო? აქტიური ადამიანი ვარ და ჩემი სიტყვა მინდა მქონდეს, ხო? ნახეთ, ის რომ ასე მწარე გამოცდილება გაქვს, როდესაც შენ გამოიარე საბჭოთა კავშირი, აი ღმერთმა გამოგაცდევინოთ ის რაც ჩვენ გამოვიარეთ
გამოვიარეთ. ეს იყო ფასადური მშვიდობა, ფასადური კეთილდღეობა, ყველაფერი ფასადური იყო. ადამიანის უფლება იყო ზედმეტი პროტესტის გამოხატვისთანავე მიდიოდი ფსიქიატრიაში ან მოგკლავდნენ, ხო? პირდაპირ განადგურებაზე მიდიოდნენ ადამიანები და ან გამოკეტავდნენ კლინიკაში და იქნებოდი ასე ვთქვათ მუდმივად აი ამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ეს გამოვიარეთ ჩვენ. და აი ამის აჩრდილი დაყვება იმას, როცა მეუბნები, რომ ევროკავშირსაც მონათუნდა უნდი ხარ. დემონიზება ხდება ევროკავშირის და წვეთ-წვეთად, რომ აი ეს ხა ყბადაღებული, რომელიც აი ნამდვილად არც მომწონს, არც მინდა ამის გამეორება, რომ აი კაცებს გაათხოვებენ რაღაცა სულელური ანეკდოტადაც, რომ აღარ ვარგა იმდანაც შავი იუმორია, რომ აი ამაზე აპელირება მუდმივად, ჯერ შეურაც მყოფელია, ძალიან შეურაც მყოფელია ადამიანს უკიჟინო, რომ შენ ევროკავშირში, ნუ მოკლედ სისულელი, აბსურდი. ნახეთ კიდევ იქ მივდივართ, მე და თქვენ მივდივართ ახლა ნელ-ნელა იქითკენ, რომ რა არის ღირებულებები და რა არის ფასეულობი, რა არის მაგალითად იმ კონტინენტის, რომელსაც ევროპა ქვია, ფასეულობა, ადამიანის უფლებები, ნორმალური ხელფასი, ნორმალური განათლება, ნორმალური და ისევ იქ მივდივარ, ნახეთ, ისევ იქ მივდივარ, რა ჩამონათვალეთ არის კლასიკურია, ამის იქით არ არსებობს არაფერი. არ მაინტერესებს მე შენ მართლა ფასად შემიღებავ, წითლად თუ მწვანედ შემიღებავ, მე მაინტერესებს ჩემი შვილი ნორმალურად ისწავლის ტანსაცმელი ექნება რომ არა როგორ არის იმ ევროპამ ეს დაალაგა ამაზე მაქვს ლაპარაკი ვიღაცა მეზობელი არის მდიდარი ჩემი მეზობელი გვერდით ცხოვრობს და აიშენა ფეშენებელური სახლი ჩემი მიზანი ხომ არ არის მისი მშურდეს ან ის მტერი მეგონოს მე უნდა ნორმალური ადამიანი თუ ვარ საღი ადამიანი თუ ვარ მე უნდა მინდოდეს რომ თლათ ისეთი ფეშენებელური სასახლე თუ არ მექნება რაღაცა მოწესრიგებული საცხოვრისი მქონდეს კარგი საძინებით კარგი მისაღებით სუფთა გაწყრიალებული ისე რომ ადამიანის მიღება სტუმრის მიღება არ შემრცხვა იმ ევროპამ ეს ყველაფერი ხომ დაალაგა თავის დროზე ხომ გაიარა უამრავი ომი რევოლუცია ერთი კი არა 50 ხოცვა ჟლეტვა და ბოლოს მივიდა იმ ფასეულობამდე წყნარად ცხოვრობს შვიდად ცხოვრობს შეთანხმებულია არ არის ეს ხელმოწერილი მით რა ქვია სიგნეჩები და რაღაც ხელმოწერილი მაგრამ შეთანხმებულია მოქალაქე და მისი მთავრობა როგორ უნდა იცხოვრონ მოდის არჩევნები არ მომეწონა სიტყვა შენი პარტია არ მომეწონა შენი ქმედებები არ მომეწონა შენი ჯანდაცვის შენი პროდუქტები არ მომეწონა რა ჩემო თავაზე არც აპენსიო არც ჯანდაცვისთვის და გადაგირჩია ამის გამო და მივეცი ხმა იმას ვინც უკეთესი პირობები შემომთავაზა ჩემი ცხოვრების გაუმჯობესების აქამდე ვერ მივედით კოტე ჩვენ ვერ მივედით აქამდე ამ ემოციებმა შერაცუდი ხარ გზელი ცხვირი გაქვს თმარას გიგავს ერთხელ მატირა იმ რა ვიღაცა კომენტარმა რომელიღაც ეთერში ვიყავი და რა საზიზღარი ფერის პომადა უსვია. გიჟდები ამ ფერის პომადაზე რომელიც მისვია და ნახეო რა საზიზღარი ფერი. ანუ აქცენტი გადაიტანა იმაზე კი არა რას ვლაპარაკობ შეიძლება თლად გამართულად არ ვსხლავდი პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ ჩემი თემა არის მუდმივად ადამიანის კეთილდღეობა, უპირველესი ადამიანია. მე როდესაც სოფელში ცხოვრობდი და მალე დაუბრუნდები სოფელში ნახეთ, ჩემს მეზობელს ნათელას, ჩემს მეზობელს ლამარას, ჩემს მეზობელს ნანას არ აინტერესებს მე შენ როგორ დაგიწუნებ ისევ და ისევ შენ სისფერპერებს მას აინტერესებს მე და შენ ვიტყვით თუ არა წამოგწდება თუ არა რამე მისი ოჯახის ასიკეთოთ ოჯახის ასიკეთოთ და არა რაღაცა ესეთი მაღალფარდოვანი და რაღაცა ხვალ ევროპაში მივდივარ ზეგ არაბეთში მივდივარ არა ეს გლობალური თემები ნათელას არ აინტერესებს. არ აინტერესებს მას კონკრეტული პროექტი, კონკრეტული პროგრამა, შვილმა უნდა დაამთავროს ინსტიტუტი. შვილი უნდა იყოს ჯანმრთელი, უნდა ეცვას სუფთად, უნდა იყოს როგორ გითხრათ, მოწესრიგებული ადამიანი, ღირსეული მოქალაქე იყო. აი ეს მოთხოვნები აქვს მას და ევროპამ რომ დაალაგა ეს ყველაფერი, იმიტომ აი ჩვენი ხედვაც იქითკენ წასული რომ ევროპა იმიტომ გვინდა რომ კარგია თორე აგერ მომიწია ზედიზეთ იქაც ვასწავლე რუსეთშიც მქონდა გასვლა და მივლინება აზერბაიჯანშიც მქონდა და ბევრს დავდივარ ხო ამ ფუფუნებას მოკლებულია ის ხალხი მოკლებული იმიტომ რომ იმათ ტოტალური მთავრობები ყავთ ტოტალიტარიზმი არის ჩაულებრივი ცხოვრების წესი აგერ ბელორუსი მეგობარი გავიცანი 2-3 დღის წინ ფერმერულ საქმიანობას ეწევა
წამოსულია იქიდან ბელორუსიდან მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი ფერმები აქვს და აი ძის მაგალითზე შემდგარ ძის მდინარეები აქვს არ უნდათ იქ გაჩერება და გამოქცევა უნდათ მეტწილად იმიტომ რომ სხვა ფასეულობებია სხვა აბსოლუტურად არ წყურია აცვია კარცი აქვს სახით მაგრამ არ არის რაღაცა თქვა სიტყვაზე არ შეუძლია დაიხუროს კუდი და წავიდეს სიტყვაზე როცა უნდა ამერიკაში როცა უნდა წავიდეს ბრიტანეთში ისწავლოს იქ იმკურნალოს დებით ჩავერთობი მან ძალიან საინტერესო რამე თქვით ანუ ერთი რომ აი ის ნაწილი რო თქვით თუ არ მომეწონება წავა ხო და მოვა ახალი ეს ანგარიშვალდებულება რომ უნდა კონდეს არჩევანი და ანგარიშვალდებულება ნუ არჩევანი და მთავრობათა ცვლილებები ამაზე უკეთესი ანუ რო გზნობს რომ თუ დააშავებ წავა კაცობრიობას არაფერი მოუგონია აი მთავრობათა გადაბარების გარდა. აი მან მინდა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და ჩაძიება მინდა ცოტა მაგისთვის მინდა რომ მოვიტო უბრალოდ სანამ მანდ გადავალთ ერთი აი ეს საკითხი რაც განვიხილეთ რომ ანუ ერთის მხრივ შეჯამებასავით რომ გავაკეთო იმ საკითხის რომ ერთის მხრივ ეს კონკრეტული საკითხების დაყენება ხო აი რატომაც ევროპაში ცხოვრება კარგი არის დასღვევა ცხოვრების ხარისხი რეგულაცია იქნება თუ სხვა რამე სამართლიანობის განცდა ხო ალბათ ფუნდამენტი მაინც ეგ არის რომ აი ჩემთვის ეს ჯაჭვი მინდოდა და გასაგებად გადმომეცა რომ რა თქმა უნდა კონკრეტული მოთხოვნებით და შეხერდება კიდეც უბრალოდ ამ ხმაურში იკარგება რა თქვა აი მახსენდება ხოლმე ლევან ხაბეიშვილი მაგალითად რომელიც კორუფციაზე ძალიან დეტალ იმის ნათქვამით ეხა ხდება დაჭერილი გუშინ და დღეს შეიძლება დაჭერილი რომ 3 წლის რო იძახდა და როცა ეუბნებოდნენ შენ რაღაც სიტყვები და ცემეს და კიდევ დამართეს გეცოდი მაგალითად რა ანუ რას ვამბობ რომ კი ვიღაცა მაგეებსაც ამბობს მაგრამ ჯამში სანამ არის განცდა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ აი კონკრეტული რაღაცების გაუმჯობესება ძალიან კარგია და მოთხოვნა და იმაზე ლაპარაკი საქმიანად მაგრამ სანამ ეს ფუნდამენტი არის რომ აგისხლიტავს აგენს დაგარქმევს არ მომწონ ხარ შენ არ მოგისმენ 10,000-ობით გამოხვალ არ მოგისმენ 1,000 გამოხვალთ არ მოგისმენ ქვასისვრი ხელში გაგაშავებ და დაგარბევ არისვრი დაგცინი რომ მარშებით აქეთ-იქით დადიხარ აი ჯამში როცა არის ეს სრული იგნორი და თუ გაუძელი ამ იგნორს მე დარბევა და დაუშელობა ეს უკვე ესეთ ფუნდამენტია რომ ამის მერე თქვათ რომ ვილაპარაკოთ ხო და კიდე ერთი რეგულაცია მაინტერესებს და გამგვეხილა ხო ამას ვეღარ ეტყვი ადამიანს რომელსაც გუშინ დაგარბია დღეს უსამშობლოს გეძახის ხვალ აგენტს გეძახის რა ანუ მოკლედ ეს მინდო და ამით არ ვამბობ რომ აბა გამოსავალი რა არის რთული არის გამოსავალი და მინდა ცოტა განვიხილოთ ეგეც აი ეგრე თუა აბა რა ვქნათ ხო მაგრამ მინდა და მეჩვენებინა რატო შეიძლება ვერ გესმოდეთ იმ დოზით ეს კონკრეტული მოთხოვნები როგორც უნდა გესმოდეთ აი სანამ ეს ფუნდამენტი არ არის მოკლედ ძალიან რთულია ჩემი აზრით ეგ რა აი სანამ დავაყენებ საკითხს და 1000-ნაირად გამაშავებს და დამიჭერს ბოლო-ბოლო რა იმიტომ არ მოეწონა ვიღაც ჩინოვნიკს ეს საკითხი რომ დადგა სადღაც ძალიან რთულია მოკლედ რა გმირობას უნდა მოთხოვოთ მაშინ ყველა პოლიტიკოს და კი შეიძლება ყავს მაგაზე წამსვლელი ადამიანები მაგრამ მოთხოვოთ ცოტა ამორალურია ჩემი აზრით აი შენ მოდი გადადე თავი და იქნებ ისეთი გარემო ავაწყოთ სადაც აი ვეტყვით ამ პარტიას ვინც არის მიმდინარე დღეს ოცნება და ხვალ ვინც იქნება რომ შენ ყველაფერს მოგითმენ თითი არ დააკარო არასწორად ადამიანებს ნახეთ ეს სისუსტე რომელიც ახლა ოპოზიციის ნიშანია სამწუხაროდ სუსტია ოპოზიცია ურიაზე არ არსებობს ამაში მე 2016 წლიდან ხმა არ მიმიცია ქართული ოცნებისთვის თუმცა ვითვლები ესეთ კომაგად ქართული ოცნების და არც ვეწინააღმდეგები იმიტომ ვის უნდა აუხსნა ახლა ეს ფაქტია რომ 2016 წელს ანადოლიძეს პარტიას ვეხმარებოდი მე უკანა რომ ტელევიზიაში წავიდე ეს არ იყო ჩემთვის ასე თქვა გასაზიარებელი და გახარიას მივეცი ხმა ეხლა ვაპირებ რომ გირჩევს მივცემ ხმა იმიტომ რომ სულ ვირჩევ პატარა პარტიას რომ მათ კონდეთ შანსი ახლა ჩემი ერთი ხმაში რომ ვერ არ წვეთს მაგრამ არასდროს დიდ პარტიას არ თავის დროზე ნაცები რომ წასულიყო 200-ზე არ არსებობდა და რასაკვირველია ქართულ ოცნებას მივეცი მაგრამ 2016 წლიდან მე ხმა არ მიმიცია ქართული ოცნებისთვის მიუხედავად იმისა რომ ვითვლები ოცნების ასე ვთქვათ კვეთ მხარდამჭერთ ეს ასე არ არის არ ვებრძვი ქართულ ოცნებას, მაგრამ სულ ვცდილობ რომ პატარა პარტიებმა გამოიჩინონ თავი და კოალიციურისკენ როგორღაც წავიდეთ ამ კოალიციურისკენ. ნახეთ, ეს ყველაფერი სისუსტე, რომელსაც მე სისუსტეთ ვუთვლი ქართულ ოპოზიციას, არის ის, რომ მაგალითად ძალიან მკვეთრი მაგალითი ისევ ჯანდაცვას რომ დავუბრუნდეთ. თუ მე რომელიმე, ასე ვთქვათ, გუნდი
ოპოზიციის რომელიღაც გუნდი, მეტყვის რომ აი მე შევარჩი ვარსკვლავები, ჩემპიონები, ჯანდაცვის ცოდნეები, ხა მე ხო ვიცი მერძევობაში ვინ არის მხეცი, ვინ არის მაგარი მეყველე, ხო ვიცი ეს არა და როცა თხოვენ რეკომენდაცია, ხა სანამ თქვენთან ეთერში მოვიდოდი, გავეცი კიდევ ერთი რეკომენდაცია, ორი ადამიანი დავაკავშირე ერთმანეთს, რაღაცა ერთი კარგი ყველი ჭირდება და ვიცი ვინ აკეთებს მაგ კარყოლს და გავუწიე რეკომენდაცია და ზუსტად ვიცი რომ ფანტასტიკური შედეგი ექნება. მე თუ როგორც მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებული ვარ დიაბეტი მაქვს, ასაკი მაქვს უკვე ისეთი საკმაოდ საჩოდ, ისეთი არა საიმედო 65 წლის ქალი ვარ და ბუნებრივია არ უმჯობესდება ჩემი ჯანმრთელობა პირიქით. ან თუ მე მეტყვის მაგალითად პირობითად X პარტია, რომ აი მე დავსვი გენიოსები, ვიპოვე ეს გენიოსები, დავარწმუნე იმაში, რომ მათ უნდა შექმნან მოდელი, ჯანდაცვის მოდელი და ამას მაწვდის ამ პროდუქტს. უნდა მომყიდოს ეს პროდუქცია, მე წავიკითხო და თქვა, ამას ვაძლევ ხმას. ეს ყოფილა ჩემი გადამრჩენელი. ასეთი რამე გეგულებათ, აი რაც ახლა მე მოთხოვნა დავაყენე, შეკრიბა იმან გენიოსების გუნდი და გააკეთეს აი კარგი მოდელი საპენსიო სისტემის ჯანდაცვის ამის. ის რაც ქონდა ნაციონალურ მოძრაობას ჯანდაცვაში იყო აბსურდისტანი, აბსოლუტო ხალხის სახლებს ყიდდა და ვერა. ახლა მე მაგალითად დამიფინანსდა რაღაცა, ხომ აბსურდი მოვყევი ტკიპაში 150 ლარს, ხო აბსურდი იყო 150 ლარის გადახდა წერტილის ამოღებაში, ხო? და არც ისეთ საშიში ტკიპა არ აღმოჩნდა თან მე რო გავარკვიეთ, იყო ესეთი, ნუ ბარელიოზის გადამტანი არ იყო, ანუ გადავრჩი, ხო? ნახეთ, თუ მე ჯანდაცვის სისტემის იმ მოდელს შემომთავაზებ, ჩეხს რომ აქვს სიტყვაზე და ბედნიერია. ჩვეულებრივი მუშა, ხარხნის მუშა არის ბედნიერი, მას ხვალინდელი დღის არ ეშინია, იმიტომ რომ დაცულია და ზღვევა აქვს შესაბამისი საპენსიო ფონდში გადასარევად რიცხავს თავის იმას, ხო? ამას რომ არ მთავაზობ და ესე მათ უნდა და არაფერს არ მთავაზობ, არაფერს. აი ეს მეუნება, რომ აი მე შენ დაგი მაგალითად დამჭირდა ანალიზები დიაბეტის მიმართულებით, იმიტომ რომ მაღალი შაქრები მქონდა, ჩემს ენდოკრინოლოგს გაუჩნდა, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომ ინსულინზე უნდა გადავიდო. არ გამიწევია წინააღმდეგო ყოველს ხო ეშინია ინსულინის. ნახეთ, იმ პროგრამით დამიფინანსდა ყველაფერი, მადლობელი ვარ. ხვდები, რაღაცა გააკეთა, მაგრამ ეს ხო იდეალურობამდე ძალიან შორს არის. ძალიან შორს არის, ხო, აგერ ტკიპაში გამჭედეს სამაგიროთ 150 ლარს მარტივია. ნახეთ, აი არ არის თანმიმდევრული არ არის ჩემი ქვეყნის პოლიტიკა იგივე ჯანდაცვაში. აღარაფერს არ ვამბობ განათლების სისტემაზე, რომელიც არის სრული კრახი, სრული კატასტროფა. ერთი საკითხი მინდა, უბრალოდ დროის კუთხით რო არ დაგვეჩაგოს. კი ბატონო, მაგრამ აი ხო გეუბნებით ისედაც კონკრეტიკისკენ მიდივარ და აი ასეთი გუნდი რო გამოჩნდეს, ცალფეხზე დავდგები მართლა და ვიქნები მისი მხარდამჭერიც ვიქნები, მედროშეც ვიქნები, პროპაგანდისტიც ვიქნები, ყველაფერი ვიქნები თუ ასეთ პროფესიონალთა გუნდს დავინახავ, რომელიც არის როგორ გითხრა, მკვეთრი ოპონენტი, რა უნდა სახელმწიფო მოხელი აგერ ვიღაცა კორუფციონელი მამაძაღლი წავიდა სადღაც წაიღო ჩემი 19 მილიონი თქვენი 19 მილიონი და მოიხა ხო საიდანღაც ხო რა უნდა მაგის დამარცხებას რა უნდა ასეთი ადამიანის გაფარჩაკებას ხო როგორ შეიძლება მაგას არ მოვუგო როგორ შეიძლება მაგას არ მოვუგო ის ხო შიშარა ის ხო ქურდია ის ხო მამაძაღლია ასე ვთქვათ ხო ამიტომ როგორც კი პროფესიონალთა გუნდი გამოჩნდება ჰორიზონტზე და თავს გადადებს არ მინდა ეს მარშები არაფერს არ მაძლევს მე ეს პროტესტისთვის არის მე მჭირდება ცოდნაზე დამყარებული განათლებაზე დამყარებული კეთილსინდისიერებაზე დამყარებული ზრუნვაზე დამყარებული ჯგუფები და გუნდები მჭირდება რომელსაც ბრმად მივენდობი და გავყვები ჯოჯოხეთშიც კი მე ესმის არ გეგონოთ როგორ სხვა თემაზე გადავდივართ ცოტა იქ მინდა რომ გამოვიხილოთ და დროც რომ დაუთმოთ რაც სჭირდება ამ თემას ანუ ერთის მხრივ ხეს ალტერნატივა ხო როდის ირჩევს ადამიანი ახალ ალტერნატივას ხო როცა სხვაობა არსებობს და ახალ შორის არის საკმარისი მაგალითად აი პარტია თუ ოდნავ ჯობს, ნუ იყოს ვინც არის რა, ეხლა ის ოდნავ შეიძლება უკეთესია, მაგრამ აუტკივარი თავის ატკივება, ანუ ან ახალი უნდა იყოს ძალიან შეჩეული ჭირი მირჩევია, შეჩეული ჭირი. ანუ ან ახალი უნდა იყოს მართლა ესეთი აბსოლუტურად პროფესიონალის სუფთა წარსულის, განათლებული, აი ყველაფრით შემკობილი ადამიანების ჯგუფი უნდა იყოს ეს ახალი. ან არსებული უნდა იყოს ძალიან ცუდი, ან როგორც რეალურად ხდება, ორივე რაც ისიც კარგია, ესეც ცუდდება ნელ-ნელა და ეს დისტანცია შორდება ხო ამ ორ შორის და ბოლოს ვირჩევთ ამ ახალს. აი ეგ მაინტერესებს იმედი მაქვს რომ რა თქმა უნდა გამოჩნდება, მაგრამ რამდენად ლოგიკურია რომ ველოდოთ აი
ამ პროფესიონალ სუფთა ადამიანებს ვინც თან გარისკავს რომ ამ რაღაც გმირობაზე წავიდეს რომ დაიჭერენ თუ ცემენ თუ რა ვიცი აგენტს დაარქმევენ თუ აი მილიონაირად რომ შეუძლიათ მათი განეიტრალება ამ ყველაფერს თუ გადალახავენ თან ჯგუფი არა ერთი და ორი ადამიანი არამედ ჯგუფი აი სურვილი მაქვს რამდენად იმედი მაქვს არ ვიცი მაგრამ ერთი რაც მაქვს კითხვა არის რომ აი სანამ ეგენი გამოჩნდებიან აი რიგით მოქალაქე რა შეიძლება რომ ქნას რომ ვისაც არ უნდა რომ მისი მთავრობა ცემდეს, იჭერდეს და დაცინოდეს რა. ძალიან კარგი კითხვა არის კონსტანტინე და მიხარია რომ ამის პასუხის შანსი მაქვს ახლა. რიგითმა მოქალაქემ, ჩემსავით, რიგითმა მაგალ თქვენსავით, რიგითმა მოქალაქემ. აი რა მოთხოვნებსაც მე ვაყენებ 24 საათი უნდა აყენოს ეს მოთხოვნები. მომეცი კარგი ჯანდაცვა, მომეცი კარგი პროგრამა, მომეცი განათლება. დავაზუსტებ ოღონდ ეგ რო ვთქვა, ამის ანუ თუ თქვი და ერთხელ მცემ ეს ეხლა ვამბობ რომ ანუ მცემ, აი ხო მეორე ხო ეგ არის. აი თქვა, აი წარმოვიდგინეთ ცოტა უტრირებ, მაგრამ გასაგები რომ იყოს, აი მაგალითად თქვი, განათლებაში მინდა ეს რეფორმა და მცემეს ამის. არა, არ გცემენ ამისთვის. როდესაც შენი მოთხოვნა არის ადამიანური, როცა შენ ხერპისოლში კი არ მინდა გამოსვლა. არა, ნახეთ აი ყველაფერზე მცემენ, როგორ შეიძლება ხა განათლებაზე ვილაპარაკო და ამის გამო მცემენ. როგორ შეიძლება ჯანდაცვაზე ვილაპარაკო და ამაზე მცემენ, ხო, ნუ აბსურდია, ხო? არა, უტრირებულია. არა, თავიდან ყოველთვის ხება იგნორით, შემდეგ არის უკვე. არა, ნახეთ, რა უნდა ქნეს მოქალაქემ. არ შეწყვიტოს ეს მოთხოვნები. არ შეწყვიტოს ეს მოთხოვნები და მუდმივად ამაზე გააკეთოს პედალირება, რომ სად არის ჩემი განათლების სისტემა, სად არის ჩემი ჯანდაცვა, სად არის ჩემი ფერმა, სად არის ჩემი იმპორტ და ექსპორტის თემა, სად არის ნახეთ, აი ყველი. არ მინდა მე ეს თქვა 70% რომ ფხნილი შემოდის საქართველოში და ამის გამო ხდება ფერმერული საქმიანობა საქართველოში მესაქონლეობა კვდება ფაქტობრივად კი არ ვითარდება. ეხლა სხვათა შორის ბოლო შეხვედრა რო იყო სამინისტროსთან მე ხშირად მეძახიან ხოლმე სამინისტროში ასეთ ტიპის შეხვედრებზე ნედლი რძის და იმის თემა იყო განიხილებოდა იგივე ფხნილის აღდგენილი რძის და დაისვა ისეთი კარგი თემები ახლა აღარ მინდა რა ხოტბა შევასხა ვიღაცას მაგრამ გამიხარდა რომ სონღულაშვილმა ასე ვთქვათ, ზუსტად ისე წამოწია თემები, როგორც სჭირდება დღეს მესაქონლეობას და გაიხსნა ახალი საგრანტე პროექტები. 1 ივნისიდან მინდა თქვენ ერთ-ერთად იცოდეს ადამიანებმა, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენ რო გადაწყვიტოთ, რომ ფერმა გააკეთოთ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამოიყოს თანხა თქვენ თუ დაასაბუთებთ, რომ კარგ ფერმას ააშენებთ და კარგ საწარმოს გააკეთებთ ყოველს, ამის ყველანაირი ხელშეწყობა გექნებათ. ნახეთ, რას ვამბობ, თუ მე ფერმერს არ მაქვს იმის გარანტია, რომ იმპორტი არ ჩაყლაპავს. კანადაში რომ შეიტანო ღვინო, ან ყველი რომ შეიტანო, გასაყიდად 47% უნდა გადაიხადო, ესა რა ქვია, გადასახადი ზევიდან შენს ბიზნესზე და ამით ის თავის ფერმერს ეხმარება და ჩვენთან როგორ არის, ვისაც არ ეზარება, ყველა აი მაგათ აზერბაიჯანში რო ვასწავლიდი 2 კვირა, მე ვიყავი ფანტასტიკური ადამიანის სტუმარი, ფანტასტიკური, აი როგორ გითხრათ შეიძლება თქვას რომ 7 გზის ბიძინა იყო ის კაცი ვისი სტუმარიც ვიყავ ვისი მიწვევითაც ვიყავ BBC-ზე იყო ჩემზე ფილმი უნახავს და მიწვია თორე ჩემზე ბევრად უკეთესი ტექნოლოგიები ყავდა ქარხანაში ლაზები ყავდა დაქირავებული აი ეს უნდა და გადამდნარი ყველის ან სულგუნის ტიპის ყველის და მოცარელას ტიპის ყველის დამუშავება უნდა და მეო შევარდნაძე მაჭამა რაღაცა ყველიო და იმის გემოს იხსენებდა და დავუსვით ეს გემო ნახეთ მან მითხა რომ მე მინდა ქართულ ბაზარზე შემოსვლა გამეცინა მეთქი რანაირად გინდათ ამ ხელა ბიზნესმენს ისინი პეტერებაზა პატარა ბაზარი არ არსებობსო არა მე ვთქვი ჩვენ დაცული ვართ რაღაცა ეგ სულგუნს მოკლედ მე ჩემი ასე ვთქვათ ცადე რომ ის არ შემოსულიყო ამ ბაზარზე თავისი არაჩვეულებრივი ყოველთ იმიტომ სადაც პატარა მცირე ბაზარი ვარ და კიდე ეს უცხოური ყველები რომ შემოდის და უცხოური პროდუქცია რომ შემოდის ჩვენი ფერმერი იჩაგრება ჩვენი ფერმერი ხდება ასე ვთქვათ ამ არათანასწორ კონკურენციაში ეს და მე ანა მიქაძე სულ დავაყენებ ჩემი სეგმენტის თემას ვიღაცამ ჯანდაცვა დააყენოს თან ახლა მე ვერ დავაყენებ ჯანდაცვაზე გარდა იმისა მომხმარებლის სკალათის გარდა ვერაფერს ვერ ვიტყვი მე ვერ ვიტყვი ქირურგია როგორი უნდა იყოს თერაპია როგორი უნდა იყოს ვერ ვიტყვი ენდოკრინოლოგია როგორი უნდა იყოს მე ფერმერის ინტერესს დავიცავ ვიღაცამ მასწავლებლებს გარშემო მივედით იქამდე რომ ყველამ თავისი პროფესიიდან გამომდინარე უნდა დააყენოს მწვავედ მოთხოვნები და აი მაშინ შევდგებით საზოგადოება მაშინ გაგვიწევს ანგარიშს ხელისუფლებას აუ ერთი მინდა კითხვა ეცოდინება
რომ ზადავა რა როგორ შემეკამათება ვინმე მე ხო პროფესიულად ხა თქვენ ყველაზე უკეთ ვერ შემეკამათება იმიტომ რომ ქართული ყველა ვიცი აბსოლუტურად ხო და ვერ შემეკამათება ვერავინ ამიტომ ვიღაცამ ჯანდაცვაში უნდა გადადოს გალახეს გადადოს და ამ გაყვეს ბოლომდე ამ ხალხს დაიცვას ეს ინტერესი კითხოთ უბრალოდ აი რაც არის საინტერესო აი ყველას აქვს თავის პროფესია ხო პროფესიულად დააყენოს საქმიანი საკითხები და ყველას ერთად რაც გვაერთიანებს მაგალითად მოქალაქეებს ხო არის რომ საერთო აი რაცა შეხების წერტილი რომ ყველას თანაბრად გვინდა რომ თუ საკმარისად გავამწოვებ რაღაც საკითხს სახელმწიფოს ყველაფრის უფლება ჩემი მიმართ არ კონდეს ხო კონსტიტუცია რატო არსებობს რომ სახელმწიფოსგან დაგვიცვას მათ შორის ხო მოქალაქეები ეს ხო არ არის უბრალო საკითხია რა თქვა ნაციონალების დროს ხო ხო ვითარდებოდა ქვეყანა ფაქტია თქვენ თუნდაც თქვენი ეს წვლილი იუსტიციის სახლში და ასე შემდეგ ამდენი რამე ხდებოდა კარგი მაგრამ სამართალმა ხო გადაწონა რომ სწორად აღვიქვით ხალხმა რომ არ გვიღირს ვიღაცებზე ძალადობა თუ შენ უბრალოდ ეს ლამაზი რაღაც ჩემი შვილი იყო მაპატიე გაწყვეტინებ კოტე ჩემი შვილი იყო 15 წლის და რაღაცაზე ვთქვი რომ რაღაცას ხო აკეთებენ მეთქი ხა მე სულ ანტინაცი ვიყავ მთელი ჩემი არსებით ვიღაცა მამას წინა წავამაყოთ რო შე რო რაცები რა ფესტივალი მაშინ დავიწყე გონიათ რომ რამეს იკეთები მქონდა ნაცებისგან ნახე და უცბად ამ 14 წლის ბიჭი მეუბნება რომ დედა რის ფასად დამთავრდა გეწერათ მე მგონი რაღაც თავსი დედა რის ფასად მაგას ნახეთ ახლა რის ფასად აი ზუსტად ეს მას დავემორჩილო რის ფასად მოვუწონო რის ფასად რომელი გზა მიღეს იმათ რომ ეგ შემასხა ხოტბა ხელისუფლება საერთოდ რატომ უნდა შემასხა ხოტბა ამიხსენე აი რატომ უნდა შემასხა მე დავიქირავე ხელფას გიხდი რომ მე შემიექვენა კარგი გარემო და კი და ზუსტად ეგ მინდა რომ აი რაღაცნაირად თითქოს იკარგება ხოლმე რომ კი ჩვენი საქმიანი რაღაცები მოვითხოვოთ მაგრამ ადრე ხო იყო ეგ მნიშვნელოვანი და როდის გახდა უმნიშვნელო ეგ რაღაცეები რომ მაგალითად კი მე ხა წეგან ცოტა უტრირებდი როცა თქვი რომ ყველაფერს ყველა კანონზე როგორ შეიძლება თავს გესმოდეს სპეცრაზმი რა თქმა უნდა მაგრამ აქვს რაღაც საკითხები რომელზეც მზად არიან რომ იცი რა თუ ძალიან შემეხები ჩემ ინტერესებს და მე როგორც მჯერა მოვა სპეცრაზმი შენთან რა რა თქმა უნდა იქ შეიძლება მუზეუმი გაგიხსნა რაღაცა ხო რაღაცეები გადმოდგას ნაბიჯი ნეტა კი გავიხსნან მუზეუმი ნეტა კი გავიხსნან ხო ხტები ასე ორნაირი საკითხი არსებობს ერთი რომელსაც თავისთვის იბევებენ ამბობს რომ ამას თუ შეეხები დაგემართება ყველაფერი რა აი რუსი რასაც დაგმართებს რომ შემოვიდეს აი 9 აპრილს რომ დაარბიეს თქვენც იქ იყავით იგივეს დაგმართებდა ეს ინსტრუმენტი რო აქვთ კი შეიძლება 5 ჯერ დაგვარბიეს და 10 ჯერ მაგრამ რო იცი რომ ხვალაც იგივე თემაზე რამე რო არ მოგეწონს ხვალაც გამოვა და ეს ინსტრუმენტი რო აქვს ეს არის ცოტა მონურ მდგომარეობაში ცდილობს რომ ჩაგაყენოს ხო რომ იცოდე შენი ადგილი აი მარტივ ძალიან ეს ფილოსოფიაში ვარ გადავიდე ერთ კითხვას დაგისვამ თქვენ რომ სპეცრაზმს რატო აქვს ნომრები ხო რომ ინდივიდუალური გადაცნობა რასაც ამბობენ ხოლმე თუ მართლა შემთხვევით ვიღაცამ გადაირია და მართლა ძალიან გაბრაზდა და ვიღაცა ძალიან გაიმეტა გამოიძიონ ამ ნომრებს როცა აძრობს სახელმწიფო სპეცრაზმს და უკეთებს სრულიად არა იდენტიფიცირებად ფორმებს ეს რას ნიშნავს ხო რომ მე მყავს დიდი რაზმი და ძალით მოვიგებ სიმართლეს ოღონდ იმ სიმართლეს ჩემთვის რომ მნიშვნელოვანია თუ რაღაცებს გაგიკეთებ რა ანუ იქ კაი ხო ეს ფაკულტეტი არ დახურო რომელიღაც უნივერსიტეტში არ გადაგაყოლებ მაგას და ეს შეთავაზება იმდენად დამამცირებელია ხა ჩემთვის რომ პარალელურად რო თქვა რომ მოდი ჩვენ კი არ გამორიცხავს ხა იმას რომ პროფესიული საკითხები წამოვჭრათ მაგრამ აი ეს შეთავაზება რომ ღიად რჩება აი დღემდე რატო არ უკეთებს ხო არის რომ ვერ ვიძიებთ კი მოხდა დანაშაული რაღაც მაგრამ ვერ ვიძიებთ კი პასუხებ რისთვის არსებობს საერთაშორისო სამართალი ამას ვიღებ მე მოქალაქე რომელსაც ეს გამიჩნდა ეს განცდა რომ ჩაგრავს ხელისუფლება იმიტომ რომ აი ნომერი მოხსნა იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ ჩემი დამბრბეველის კანონი დაარღვია უფლებას გადაამეტა და ვიღებ ამ ყველაფერს დოკუმენტად ვაქცევ და მიმაქვს არჩევი ხო მაგრამ მე მაინც იქ მივდივარ წეღარ რო თქვი რომ აი საქართველოს გარეთ რო წარმოვიდგინოთ ხო მაგრამ საქართველოს გარეთ წარმოვიდგინოთ ახლა აი მე მაინც იქ ვშები ხოლმე რა რაც თუნდაც იმათივე ხაზი რაც არის პროპაგანდის რომ გარეთ რატო დარბიხართ ხო ამასაც რო წამოაძახენ ხოლმე ადამიანს ხო, აი ეგ არის. თუ მიშაზროს დაруოდი გარეთ და სამართალი მომქონდა და დგებოდა ეს სამართალი, იგივე გირგვლიანის თემაზე რომ დადგა საბოლოო საწყალი, ამოწყდა ოჯახი და მერე, მაგრამ მაინც ხომ დადგა ეს სამართალი. ფაქტობრივად ხომ ამაც ალადობას გადაყვა ნაციონალური მოძრაობა. ხო, და აი მაგიტომ ორმაგად უფრო მიკვრის ხოლმე რომ თუნდაც
გირგლიანის კვლელი ვინ შეიწყალა ის რო დღეს მოსამართლეა ან ნაციონალებს ვინც აფინანსებდა ბიზინა რო ეხაც ბიზინა ხარება რომ მაშინ შესაძლოა იყო ეხაც რო არის კალაძე რო 7 ნოემბერს ამართლებდა ეხაც რო ამართლებს ხარება გაუშვეს მე მგონი აღარ გაუშვეს ეხა მეორე დარბევების მერე მოდ გაუშვეს ის კი არა რომ შენ რაც ცუდი რამე კენ დაგიჭერე ხარ ნუ გავიდა პენსიაზე ალბათ რა მაგრამ რაც ვამბობ რომ ამათ ერთი რაღაცა დაიჭირეს ხალხის გულის მოსაგებად დაიჭირა ქართულმა უცნაურმა იჭერს კორუფციაში ამ ხელს იჭერს აგერ რამდენი მინისტრი უზის ციხეში შეგიძლიათ პრემიერ-მინისტრი უზის ციხეში ყველს თავი დაანება ხო ნუ ძალიან ისე ჟღერს არა რომ აი დაუჯერებელია თითქოს აი ხა რატომ მე მაგკითხვა ხა თქვენთან რატომ აკეთებს ამას ჩემი აზრით ეხა შეიძლება ვიფიქროთ რომ მართლა ჩასაფრებული პოზიცია არაფერი არ მომწონს თუ რაღაცა მაგრამ ზოგადად პლანურ მართლობაში რატომ აკეთებს ამას ქართული ოცნება რატო დაიჭირა პრემიერ-მინისტრთან დაწყებული ყველა მინისტრი რა ნუ იმიტომ რომ რეალურად ქართული ოცნება ხო არა რაღაცა ჩემი აზრით არ არის რომ აი პარტია რომელიც რაღაც გადანაწილებული ფუნქციებით არის ერთი ადამიანის მმართველობა რა საქართველოში დღეს ჩემი აზრით არაფორმალური მმართველი მითო არაფორმალური deep state-ი რეალურად ეგ არის განმარტება რა და რას ვამბობ ამ ადამიანს ჭირდება ჩემი აზრით ის რომ როგორც აი ხალხის დახლიჩვაზე მუშაობს მთავრობა ისე ერთი ადამიანი მთავრობაში შიგნით ძალაუფლება ერთმანეთს ვიღაცები ებრძვიან აი რიჟვაძე ხო ბათუმის მერი თუ ასწრებით უკვე რაც არის მან პირველი საბჭოს თავმჯდომარე დაჭრეს გაქრა საწავი და ვინმე იძახის აი რაღაც უცნაური კლანური დაპირისპირებებია რომელიც რატომ ზის ციხეში პრემიერ-მინისტრი კლანური დაპირისპირებებია რომელიღაცა მოძლიერდება რომელიღაცა დასუსტება და ანუ კლანების დაპირისპირება კლანური ვამბობ მე რომ ჩემი აზრით როცა ესეთი ტიპის არა მე სხვა რამე მგონია შეიძლება ვწდები რა საკურველად და ძალიან გულუბრყვილო რაღაც მგონია მაგრამ ეს მგონია რომ აი ხალხის გულის მოგება მათ შორის შეიძლება მაგრამ ნუ ვიღაცა კლანები საქართველოში ხო მაგრამ რომელი გაიწირა მაგის გამო ხო რატო ერთ სახე ქვეყანაში რომელ კლანებზეა ლაპარაკი არა მან დაგეწინა შეიძლება ეგრეც იყოს მაგრამ რომელი ადამიანი გაიწირება მაგით რჩევა ალბათ თუ კორუფციონერი იყო პატივცემული რა ქვია იმ კაც ღარიბაშვილი მიხარია რომ დაიჭირეს ღირსია უყურე შენ აი თურმე იპარავდა თურმე სახში 600 მილიონი ქონდა თურმე 50 საათი იყო და რა ჩემფეხება თუნდა მაპატიეთ ამ გამოთქმის 50 საათი ოქროზოდები როცა ვიღაცას მართლა შეადაწყურია ხო გულუბრყილოა მამარჩილობა მე არ მიყავს მაგრამ ზოგადად კეთახები შეიძლება იყოს მე მგონია რომ ჩემნაირების გულის მოსაგებად მაგრამ ერთ ვამბობ რომ შეიძლება ეგ იყოს თუმცა მაგ დროს ხონდა არჩიონ ვინ ჩაჯდება ციხეში და ვინც ნუ უფრო სუსტია რა ხო ვინც მოძლიერებულია ანუ ვიღაცა ხონდა გაიწიროს ბჭყალებში და ეს ჯამში ეს ყველაფერი მგონია რაღაც აი ტყვეებით ვაჭრობა რო არის ხო აი როგორც გადმოგვიკიდეს ხო ვიღაცა ხო ბარტყი რა თუმცა ხა მან დრო ჯამში მოკლედ აი ეს ინსტრუმენტი ერთ ციხეში ერთ სიმტყეზე ზის სააკაშვილი ლილუაშვილი რა ღარიბაშვილი კიდევ ვიღაცა არც თქვენ არც მე ამორჩეველი ეგ მაგაში მესმის ვთანხმდებით რომ სრული სიგიჟე არის რა ესე რომ ვთქვა ეგ რაც ხდება საერთოდ ყველა პრეზიდენტი ციხეში ამათიც წინაც იმის წინა მოვკალით და ასე შემდეგ მაგრამ იმას ვამბობ რომ ეს შეთავაზება აი პროფესიული აი ეს ჯაჭვი რო შევაჯამოთ ის თავარი დაუბრუნდეთ რომ სინამდვილეში რა მოთხოვნებს უნდა ვაყენებდეთ და რა მიმართულებით მივყავართ მინდა ადამიანად კითხოთ აი მართლა აი ადამიანური ჭრილი დაგანახოთ არა კანონიერი უნდა იყოს რა თქმა უნდა მაგრამ რას ვამბობ რომ თავში რითაც გავხსენეთ რომ პროფესიული მოთხოვნების გარშემო აი მართლა პოლიტიკა არ უნდა იყოს დრამატული რაღაცა რა საქმე გამოვჭერეთ განვიხილეთ ესე ჯობია ხელფასიანი ადამიანები ესე წყვეტეთ ანუ რაღაც საქმიანი გარემო უნდა შეიქმნას მაგრამ ის ტოვებს აი როცა მთავრობა ტოვებს შეთავაზებას ძალაში რომ იცი რა ძალიან ნუ შემაწუხებ რაღაცეები შენ თუ გინდა იჩხერკეთელავე და იფაფხურე რა შენ დონეზე მაგრამ თუ მე რო არ მომწონს ეგეთ რამეს იზამს მეცრას მე ძალაშია ნომრები კი გითხარი რომ ადრე რო არ ეკეთა მოგიბოდიში მაგრამ ეხლა არ წავდი სტრასბურგში უჩივლე ცოტა საქმეები მიდის მაშინ არა მე ნახეთ რა შემობან მე წეღანას თქვი და მაღაზიაზე ვახომე სულ რომ გარეთ სამართლის ძიებას აი ისე ჯერ პირველში ჩემი ანებს აი ჩემ თანამოქალაქეს ვეუბნები რომ შენ რას ფიქრობ ისე ხო არ გაწუხებს ეგეთი ამბავი შიგნით როცა სუსტია ოპოზიცია ისევ და ისევ დაბალ კვალიფიკაციას დაბალ ცოდნას დაბალ განათლებას ყველაფერს დაბალი ხარისხით დაბალი ყველაფრით დაბალი როცა არის და შენი მოწინააღმდეგე ასე ვთქვათ ხელისუფლება ამ ყველაფრის ფუფუნებაშია რომ ყველაფერზე მიუწვდება ხელი ყველაფრის გაკეთებაში
ერთადერთი რჩება გარე რესურსი. ერთადერთი რჩება და სხვათაშორის არც მე არა ვარ მართლა არა რაღაცა დაბეზღებები და რაღაც ამის როგორ შეიძლება მომხრე ვიყო, მაგრამ როცა ძალა აღმარცხდავს, სად უნდა და კიდევ ეს მთლად ღირსება კი არ არის ჩემი ოპოზიციის, ჩემი ქვეყნის ოპოზიციის, რომ გარბის და იმის იმედია რა სიტყვის ტრამპი, რა სიტყვის ანგელა, რა სიტყვის ვიღაცა, რაღაც პეტრე, კაია კალასი რა სიტყვის, ხვდები, ამაზე რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული? რატომ უნდა ვიყო ამაზე დამოკიდებული? დაკარგი კონტროლი და შენ ზემოთ დაქირავებული. არა, შენ არ გაქვს, ასე ვთქვათ, მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია. შენ არ ახარ გამაგრებული, არ ცოდნით, არ კვალიფიკაციით. ისევ იქ მივდივარ, რომ შენ აი ჩემს მაგალითზე და დავამთავრებთ ალბათ საუბარს. აი ახლა მაგალითად რა გირჩევნია თქვენ რომ იცოდეთ, მე მირეკავენ, ნანა როგორ შევარჩიო, კარგი ყო, როგორ გავარჩიო ფხვნილის ყველი ნედლი და პასტერიზებული. ახლა ხელისუფლებამ სხვათაშორის უნდა შევაქო, არ სხვა გზა არ მაქვს. გააკეთა ესეთი, სხვა გზა არ დაიტოვა, გააკეთა ესეთი რაღაცა, რომ შედიხარ ჰიპერმარკეტში, ან უბნის მაღაზიაში, ანუ ახალი დებულება, ეხა მუშავდება და უნდა გაიაროს ამან შეთანხმების წრეები, იგივე მწარმოებლებთან, ფერმერებთან, მოსახლეობასთან. სიტყვაზე სიმბოლურად ვირჩევ იასამნის ფერს, მე ხელისუფლება გაიძულებ შენ მარკეტს, რომ იასამნის ფერი დახლი თუ გექნება, აქ განლაგდება ტრანსხიმიანი ყველები. ანუ ფხვნილის ძეძე დამზადე, მაგრამ თუ იქნება მოყვითალო ფერის დახლი, აქ განლაგდება ნედლ ძეძე. ანუ მე რომ შემოვდივარ, კი არ ვიღებ მომეციეს ყველი თუ არ შეწუხდები, აგერ ხომ წერია რაღაცა წვრილად, ხო? აგერ უკან კონტრეტიკეტზე წერია, ცხიმის შემადგენლობა, ნედლი ძე იყო, პასტერიზებული და იყო თუ ეს ყველი შენია სხვათაშორის თქვათ მოგიტანე ნახე როგორი რაღაც არის კოტე ამას კი არ ლუპით კი არ არამედ დახლი მეუბრება უკ ანუ შემიქმნა ეს კომფორტი ანუ ადამიან და უკვე პატარა რაღაცები პატარა ჩემს მაგალითზე ჩემი სეგმენტის მაგალითზე სწორად იქცევა ანუ შევდივარ თუ არა ჰიპერმარკეტში ან უბნის მაღაზიაში უკვე ვიცი რომ იქით არ უნდა გავიხედო რაღაცებზე რომ ვალთ რა ძალიან მაგარი იქნება აი ნახე ხომ კარგი მაგალითია თქვენი შვილის კითხოს გავემებ აი რის ფასად როცა ხო კი ბატონო კი კარგია რა დახლი რომ მოწესრიგდა კარგია მაგრამ ამასობაში მე ყველე ვარ კმაყოფილი რომ 24 საათი ზარებს კი არ უპასუხებ რომ აი ის იყიდე რა ქვია ნიკოს ყველი იყიდე დარეჯანის ყველი იყიდე პეტრეს ყველი იყიდე კი არ ვეუბნები აი იასამის ფერი რო დაგხვდება დახლი არ გაეკარო იმიტომ რომ ის იქნება სიტყვაზე ვამბობ თორე აი ასე თუ არ დავალაგეთ ეს ქვეყანა სადაც სიცხადე იქნება სიცხადე კი არ მიმალა აი ეს დამალვა ნახეთ როცა ეს კონტრეტიკეტი არის ისდენად წვრილი რომ გამადიდებლითაც ვერ ვკითხულობ ამას ეს არის დამალვა ინფორმაციის მომხმარებლის შეცდომაში არავინ არ კითხულობს ამას ჩემს გარდა ერთი მე დავდივარ ხოლმე მე რა ქვია გადავიღებ მობილურს მე გავადიდებ და ვხედავ რა წერია ნახეთ როდესაც მე შენ ღია იასამნისფერ დახსე დამახვედრებ ტრანსხიმები ან პროდუქტს და ვიცი რომ ჩემი ჯანმრთელობისათვის მავნებელია და დამიგროვებს ტოქსინებს და საბოლოო ჯამში ჩამდებს კუბოში აგერ წავალ და ვიყიდი ასე ვთქვათ ყვითელ ფონზე დადებულ პასტერიზებულ აი ასეთი სახელმწიფო მინდა სიცხადეს რომ შემომიტანს და არასდროს არ შემოიტანს სიცხადეს თუ არ ვაიძულეთ თუ ჩვენ არ მივიყვანეთ აქამდე ამ სეგმენტმა ხომ მიიყვანა სამინისტრო სოფლის მეურნეობის იქამდე რომ აი ეს დებულება გამოსცა ბოლოს და ბოლოს რა ვქნათ აჰა ბატონო ხო თუმცა ნახეთ ფერის განასხვავება მაგრამ თუმცა ეგ არის აი თქვათ ხა ეგ ხო უფრო იყო თქვათ ვიღაც ზარმაცი ბიუროკრატის შეფუცხუნება ბჭყალებში რომ და ბიჭო შევაფუცხუნოთ მე არა სიზარმაცი ერთია და მეორეა როცა მას აქვს ინტერესი და იკვეთები მასთან უკვე სხვა რამე არის და სხვა ძალაზეა საქმე შეიძლება ის ტრანსხიმები და ის აღდგენილი რძე და ფხვნილი და ვიღაცა შეიძლება იკვეთება და უკვე სხვა ძალა შემოდის და უკვე შემოდის ის ფონად რომ მიჩუმებული რო არის რომ ნებისმიერ შემოიტანოს კაცო ის იაფია ვიღაცამ შეიძლება თავისი ჯანმრთელობის ასე ვთქვათ იგნორირების ხარჯზე იმიტომ რომ არა აქვს სამლარზე მე გადახდის საშუალება და ეს იყიდოს მაგრამ მე მაგალითად მირჩევნია არ ვარ მე მდიდარი ადამიანი მირჩევნია 100 გრამი ვიყიდო რაღაცა ჯანმრთელი პროდუქტი ვიდრე ვიყიდო მთელი კილო და ვიცოდე რომ ეს მომკლავს ხვდებით აი ამ ერთ ჩემს კონკრეტულ მაგალითზე სახელმწიფომ შეიტანა სიცხადე და აქ ჩემმა ტვინმა უკვე დაისვენა როცა ვიცი რომ არ უნდა ვიმარჩიელო აი ეს წვრილი შიფტიანი
სისხლიანი კონკრეტიკეტი ესეთი კონკრეტული სიკეთეები არ არის დასაკარგი მორჩა შესანიშნავი სიტყვა კონკრეტული სიკეთეები ჩვენ თუ არ წავალთ თუ ჩვენც გაბნეული ემოციებით ვიქნებით და რაღაცა დროშა ვაშა იქ გავიქეცი მარშჩა გადადექი კაცო ვინ გიჭერს სადაც გინდა იწადი ჯანდაბამდი გზა გქონია მაგრამ დამიტოვეს ქვეყანა დაალაგებული. კი ბატონო, შეჯამებისკენ წავალ. მე რომ მოვითხოვო სწორად, რაც ესეთ ოკუპანტურ ენაზე არის, როგორიც არის კითხვა, ისეთი არის პასუხი. დავსვი კითხვა ჭკვიანური, მივიღე ჭკვიანური პასუხი. დავსვი სულელური კითხვა, მივიღე სულელური პასუხი. მესმის ეგ ლოგიკა და ერთ შეჯამებაში ვიტყვით თან პასუხს მაგისას და თან შეჯამებისკენ წავალ თქვენს დაგიტოვეთ. ერთ ვიტყვი პენსიებზე არ ვილაპარაკეთ ამაზე. აი მსგავსი უსინდისობა მსგავსი უზნეობა ვიდრე არის პენსიონერის 400 ლარი და იგივე პარლამენტარის 12000 ლარი ასეთი აბსურდი მე მგონი დედამიწაზე არ არსებობს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო შენს პენსიონერს რომ ის 400 ლარზე რომელიც წამლის ფულადაც არ ყოფნის მას და სიკეთეში იხჩობოდეს 12000 ლარიანი იგივე პარლამენტარი აი რაში წერია იცი და ჩვენ შეგვიძლია ცალკე მეორე პენსია უნდა იყოს გასული მეორე ეპიზოდის გავაკეთოთ 2 წუთით შევაჯამებ მაშინ და მე სიამოვნებით მეორე რაღაც ონლაინ ზარსაც გავაკეთებდით მიკროფონი გავასწოროთ უკეთ ახლოს იყოს და ის თქვა მინდოდა რომ ну მთელი თემა ერთ საკითხის გაშემოტრიალებდით რაც მინდოდა ისაც განმეხილა მე და კარგია რომ გამოგვივიდა რომ კონკრეტული მოთხოვნების დაყენება რა თქმა უნდა ძალიან მაგარია აი ეს მომიგვარე რა აი ეს კონკრეტული პრობლემა მოვაგვაროთ აი ხვალ აღარ იყოს და ზეგ კიდე სხვა პრობლემა მოვაგვაროთ ჩემთვისაც რჩება პრობლემად და უფრო მეც ვისურვებდი რომ გესაუბროთ შეგვიძლია ცალკე მოვიფიქროთ სრული გექნებათ რაღაც ონლაინ ზარით ან რაღაც რომ არის ერთგვარი ხა არ მინდა დავაკნინო მაგრამ კოსმეტიკური პრობლემები და არის ფუნდამენტური რომ როცა იცი რომ თუ ძალიან რაღაცა პრობლემა შექმნი გადაგივლის სახელმწიფო რა რომ რის გამოც წინა რაღაცა ხელისუფლება გავისტუმრეთ ხო ეს რომ დღესაც არის და ეს რაღაც შეურაცხყოფელი რაღაც შეთავაზება რომ დღემდე რჩება ჩემთვის აი ეგ არის რომ კი რა თქმა უნდა ეს კონკრეტული სიკეთეები აქვს აზრი მოთხოვნას სანამ რაღაც ბარიერს არ შეეჯახები იმის იქით უკვე აღარა გეტყვის რომ არა შენ ხა იცოდე შენი ადგილი რა აი ეს არის პრობლემა რომ ამის უფლება რომ დღემდე აქვთ და თან რის გამოც წინა ჩვენ ვაძლევთ კოტე ხო და ამიტომ ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას ხო ზუსტად ეხლა იმდენს გვიბედავენ რამდენის უფლებასაც და აი მაგიტომ მინდა მე თქვა ეხლა არ ვიჩქაროთ ეხლა ესეთი რაღაც მსხვილი საკითხია თავისთავად მაგრამ აი მაგ მიმართულებითაც კონკრეტული მოთხოვნები რომ დავაყენოთ რა გვიშლის ხელს რომ თქვა ხალხო დააბრუნეთ ნომრები რომ ვიღაცას რომ შემოაკვდეს ღმერთმა დაიფაროს იგივეს რომ ეტყვი მე რომ მე არ ვიცი ვინ შემოაკვდა და მე რა შუაში ვარ რატო ეხლა რატო ავწერთ Facebook-ზე მაგას რომ ეგ და ხო ეგეთ რაღაცებზე ვამბობ რა კი რაზეც პედალირებას აკეთებს საზოგადოება იმას ხელისუფლებას უწევს ამისთვის ანგარიშია ბოლოს რაღაცა იყო აღარ მახსოვს ახლა მომივარდა თავიდან რაღაცაზე იყო ძალიან ისეთი პედალირება და დაიხია უკან ხელისუფლება არ მახსოვს კი ბატონო აი როგორ დამავიწყეს ყველა ხე მე თვითონ პაციენტის დედა ვარ ხვალ მაგ ზუსტად ეთერი ერთ-ერთ ტელევიზიაში ამაზე უნდა ვისაუბრო იმიტომ რომ ჩემს შულს აქვს იქ პრობლემები და ღმერთმა დამიფაროს რომ მართლა არ იყოს დაფინანსებული ვერაფერს ვერ გავხდებოდი აი დიუშენზე დაიხია თუ არა უკან დაიხია თუ არა როგორც კი ეს იყო მართალი პროტესტი ეს იყო ღირებული პროტესტი უამრავი სტატუსი მიუძღვენი ამას უამრავი და ნუ როგორ გითხრათ აი ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვამბობდი რომ აი არ უშველის ეს არ უშველის ამ იმას შენ გაიღე ეს თანხა და შენ არ კითხო ეს უშველის თუ არ უშველის შენ მიეცი იმედი იყიდე ეს იმედი და აჩუქე ეს იმედი ამ ოჯახებს ფაქტები და არგუმენტებია რა სულ 15 ბავშვი იყო ლაპარაკი 100 იყოს ხო მიეცი ეს იმედი და ნუ კითხულობ იმას ეხლა რაღაცა ექსპერიმენტი და ექსპერიმენტში ხომ არ გადაყარე ხო აი ხა ზუსტად ეგ უნდა მეთქო როგორ მალდივზე ის ეფიცხება მზეც ეფიცხება 19 მილიონის და 19 მილიონი შეიძლება არც დაჭირებოდა იმ პროექტს ხო ამიტომ ხომ დაიხია უკან როდესაც არის სწორი აქცენტი ღირებული მე და აი კიდევ ერთხელ არ ვიცი როგორ აღხსნა ღირებული როცა არის მოთხოვნა ხო ანუ მე მაგას ზუსტად ეგ მოხდა მეკითხა სულ რომ ესეთი ბასეულობებს როცა
ზუსტად მესმის კი და აუცილებლად როცა ნათელადეიდას უნდა რომ განათლებული შვილი ყავდეს ჯამრთელი მეუღლე მესმის რომ ანუ მართლა ძალიან ამ პროტესტის გაშავება კი შეეცადნენ თუმცა ძალიან რთულია შეუძლებელი იყო მაგრამ შენს ვერ გააშავებდნენ ვერაფერს კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს პატარა ადამიანის სიცოცხლეს ეხება ერთ უბრალოდ ასაც ვიტყვი რომ ანუ აი ღირებული ახსენეთ რა და ჩემთვის ებად კითხვა რჩება ის რომ არის თუ არა სამართალი ღირებული ასე თუ ისე რა მასშტაბურად საზოგადოებისთვის არა მასშტაბურად იმ დონეზე რომ თქვათ რომ ეხლა მე აღარ გავაგრძელოთ ეხლა თუმცა მე დიდი სიამოვნებით თუ ინტერესი გექნებათ შეგვიძლია რაღაც პატარა ეპიზოდი კიდე გავიმეოროთ უსამართლობის ისეთი მასშტაბები არის რომელიც შეიძლება არ ჩანდეს რა ეს ვინც არ არის დაინტერესებული ხა ჩაეძიოს იმისთვის რომ შეიძლება არ არის სამართალი ისეთი მაღალხარისხოვანი ამ საზოგადოებაში როგორც ბავშვები მართლა როგორ შეიძლება არ იყოს პირველი ხო მაგრამ სამართალიც რო იქ ტოპ 5-ში თუ არ არის მე უკვე ალბათ გასაგები ხდება რაღაცეები რატომაც გვიჭირს ვიღაცების დარწმუნება რომ ეს ამაში დაგვიჭირეთ ხარი რომ ესე არ ხდებოდეს დაუნომრა აი გორის პოლიციელის სტატუსის ადამიანი წარმოიდგინეთ ნომერი რომ მოაძრო ნიღაბი გაუკეთო აქციაზე გაუშვა რასიზმს ანუ ღირსეულად იდგება იქ თუ საშინელებებს გააკეთებს და ესენი რო არ იდგნენ იქ მაგიტო აი მაგით ეხლა არ მინდა ეს სანახევროდ გავხსნა ახალი თემა დაუბრუნდეთ ამდე მოდით რა ხასეულობები და ღირებულებები აი ესე დავასრულოთ ჩვენი პოდკასტი კიდევ ერთხელ მადლობა ამ შანსისთვის რომ ისაც სტატუსებში ზედაც უხვად ვყრი ხოლმე მომეცა საშუალება რომ დიალოგის რეჟიმში თქვენთან ამაზე მესაუბრა მადლობა ამისთვის და მოდი ღირებულებებზე და ფასეულობებზე უნდა შევჯერდეთ როცა იქნება სწორი მოთხოვნა და ღირებული მოთხოვნა ისე დუშენის ბავშვებს რომ დავუბრუნდეთ პენსიონერებს რომ დავუბრუნდეთ ჯანდაცვას რომ დავუბრუნდეთ განათლებას რომ სამართალის გარეშე არც ერთი ეს არ არსებობს სამართლის განცდის გარეშე რასაკვირველია ახლა ის რომ ბოდიში დავასრულებ ამით რომ გირგვლიანის მოსამართლე არ უნდა იყოს ისევ სასამართლოში ეს ხო 2x2 4-ია ეს მუდმივად იქნება წამოყვედრების თემა მუდმივად იქნება ნიშის მოგების თემა ამიტომ თავის დროზე როცა რეპუტაციაზე ფიქრობს ახალი ხელისუფლება როცა მოდის აი ამ იმ მაპატიეთ ნაგვისგან უნდა გაანთავისუფლოს თავისი რეალობა რამაც იმ წინა ხელისუფლებას საშინელი რეპუტაცია შეუქმნა კი ბატონო. რა ვიცი, მადლობას გეტყვით ასევე ამ დროისთვის და ინტერესისთვის. კიდევ ერთხელ დაგიფიქსირებთ სურვილს, რომ თუ გექნებათ დრო და სურვილი, რაღაც კონკრეტული თემის გარშემო ავირჩეთ, დღეს ბევრ თემას შევეჭეთ, თუმცა მგონი მაინც რაღაცები დავფარეთ კარგად. კი, ცოტა გავიბენით, მაგრამ მაინც ახლა ნუ ჩემი ასე ვთქვათ, აზროვნება არ ცილდება ადამიანის უფლებების დაცვას, ადამიანის უფლება, ფუნდამენტალური ღირებულება, ამისი სიცოცხლე, ანუ ჯანდაცვა, განათლება, კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რის გამოც ვირჩევთ ხელისუფლებებს და უშურველად ვაძლევთ მანდატს. მე დავუნიშნე, ხო მე და თქვენ დავუნიშნეთ ის 12000 და 16000 და 100000 და 90000 ხო? ვალდებული როგორც დავიწყეთ. დიახ, უამრავი ინსტიტუტი ვიცი, სადაც აი კატასტროფული ხელფასი აქვს და ღმერთმა შეარგოს, ოღონ არ დაავიწყდა ჩემი არსებობა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მადლობა. მე მოგვიანებით კიდე მოგწერთ შეგეხმიანებით, თუ სურვილი გექნებათ რაღაც კონკრეტულ თემაზე შეგვიძლია რაღაც ეპიზოდი გავაკეთოთ. თქვენთან. ჩათვალეთ და სტუმრად ავარ თქვენთან ოჯახში და ვსაუბრობთ. მადლობა დიდი. სხვა დროს ღვინით და ყველით მოვალ. მადლობა დიდი. ნახვამდის.